მოგესალმებით პოდკასტის მე-6 ეპიზოდით. ჩვენი სტუმარი არის დღეს პოეტი, მუსიკოსი, მსახიობი, მრავალმხრივ ნიჭიერი კოსტა სანიკიძე. როგორ ხარ ჩემო ძმაო? მაგრად შეგხვდით. ჯიგრუა ძმაო, გამიხარდა რომ მოხვედი. მადლობა. აბა შენსკენ რა სიახლეებია, დიდი ხანი არ გვინახი ხარ. ძველებურად ვარ თქო, რო გითხრა მოვიტყუები. მაგრამ ამავდროულად სიახლეებიც არის რა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან კაი გარემოა, მინდა გითხრა პოდკასტ არეაში. პოდკასტ კორნერ თბილისი. პოდკასტ კორნერ თბილისი. ჩაუჩარი ენერგია, მინდა გითხრა რა. ჯიგარი. ანუ ვაიბი გისწორდება. კი, და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ამ ბოლო დროს არსებული ენერგიას, სადაც მივდივარ რა. იმიტომ რომ ეს ძალიან შევამცირე ეს რაღაცა მისვლები, გამოჩენები და ძალიან ისე ვარ რა და ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად და ორმაგად რაღაცა პატივისცემას იწვევს ჩემი მხრიდან ის ენერგია, რა ენერგიასაც ატარებენ ადამიანები და ქმნიან ამინს რა. გამიხარდა ასე რომ ჩემგან რესპექტი. ასევე ძმაო, გამიხარდა რომ მოხვედი. კარგი აქაურობა რა. ჯიგარი ხარ ძმაო. მინდა მითხრა, აი რა ხდება ეხა შენ ცხოვრების ეტაპზე, რა ეტაპზე ხარ, იმიტომ რომ ბევრ ამაში გვინახი ხარ და აი უშუალოდ ეხა როგორ მიდის კოსტას ცხოვრება, იმიტომ რომ ბევრი მწერდა დაჟე რომ კოსტა მოიწვიე რაღაცა და ინტერესს გამოხატავენ რა. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც გამოხატავთ ყოველთვის ინტერესს და რა ვიცი, არა მარტო ინტერესს რა. ამ ეტაპზე სანდრო აი ძალიან გადაფასება, გადმოფასება, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა. მეც რაღაცნაირად გავიზარდე, შეიძლება ითქვას გავიზარდე ან შეიძლება ითქვას რაღაცეებს კიდე უფრო სხვადასხვა რაკურსებით და ხედვებით შევხედე რა. რაღაცები ხდება, რომელიც ძალიან მალე იქნება უფრო ისე გამჟღავნებული, მაგრამ სანამ არ დავაფინიშებ, ბოლომდე არ მივიყვან, აი ხმას არ ვიღებ. ეგრეც უნდა. თუ აწარმოებ ბლოგს, გინდა ჩაწერო ვიდეოები და შენი კონტენტი გადაიყვანო უფრო მაღალ საფეხურზე, მობრძანდი პოდკასტ კორნერ თბილისში, სადაც დაგხვდება უმაღლესი ხარისხის მომსახურეობა, სხვადასხვა სეტები და პროფესიონალური მხარდაჭერა. ლინკი იქნება აღწერაში. იქამდე არ ვლაპარაკობ. ხო რა. და მე ჩაგეძიერო. ხო რაღაცას გეკითხებოდი რა. ეგეც ალბათ იმიტომ მოხდა, რომ მანამდე ალბათ ჯერ ლაპარაკობდი და მე აკეთებდი და მე ნანობდი, რომ ეგ და მაგაზე ისწავლე უეჭველი ეგრე იქნება, ხო? ეგრე ხდება რა. ზოგადად აი ტყუილად მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ ხდება საერთოდ აი. ვაფშე? ხო. შემთხვევითობის არ გჯერა? არა, შემთხვევითო, მაგრამ ის შემთხვევითობაც ხო, შეიძლება ძალიან კანონიკურია შეიძლება ძალიან და ჩვენ ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, ხო, ის მარადიული ის არის მხოლოდ. კი, ბაზარია. ის რაღაც შემთხვევითობას, რაღაც სამყაროს კანონიკასთან არის რა. რაც მე ბალანსშია რა. ბალანსში ჩვენ დავარქვათ რომ შემთხვევით. ბოლომდე ვერ უარყოფ, ხო, ყველაფერი რომ აი შემთხვევითობაზე ბოლომდე ვერ უარყოფ, ან ვერც სიტყვი რო არის, ხო? მაგრამ ჯერ არა, შემთხვევითობისას მჯერ. აი მაგრამ ჩვენ ვარქმევთ, ჩვენ მოვიგონეთ ბევრი სიტყვები რა. ბაზარია რა. და ის რაღაცა ჩვენს გვეკომფორტულება. კი. ეს რაღაცა ჩარჩოში ჩასმა სიტყვებით, რაღაცა რომ ამას მოდი ეს დავარქვათ. ბიჭო, აი შენ გჯერა რომ ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის, აი ხა მაგ თემა მოიტანა. ნაწილობრივ. აი შემთხვევითობა რო ახსენე. კი, მაგრამ გამორიცხულია შენ რაღაც შექმნა თუ ორივე მხრებზე ანგელოზებით არ ხარ. ან ორივე მხრებზე ბოროტით რა. ხო, შუალედი არ არსებობს. ხო, მე ესე მეც ეგრე ვარ, ზუსტად ეგრე. და ასე მჯერა რა. კი. მან იქ თქვა რა. იმიტომ რომ ხო არსებობენ რაღაც ძალები, რომლებიც გვეხმარებიან რა. კი. ძალიან ბევრ ასპექტში თან რა. მე ძალიან ბევრჯერ მიგრძნია პირადად. სხვადასხვა ჭრილში თან რა. ესეა რა. ანუ შენ გჯერა რომ რაღაც პონჩი ბალანსშია რა, შემთხვევითობაც არის და შენს ქმნი, ხო შენ ბედს რა. ჩვენი. მაგრამ ერთმანეთს არ უარყოფს ზოგჯერ, აი დავუშვათ მე ჩემ ბედს წერ ხო, მაგრამ შემთხვევითობამ სულ სხვაგვარად წაიყვანა ყველაფერი. ესე იყო საჭირო. თუ მე წავიყვანე ეს. ჩვენ უბრალოდ ნაწილი ვართ რა მაგის. აი ჩვენ ხო რაღაცა ჩვენი ვიბრაცია გვაქვს. ჩვენი ენერგია გვაქვს. ბაზარი არ არის. ყველას. ხო.
და ამით მე არ მჯერა იმის რომ ეხლა ტყუილად ადამიანები ერთმანეთს არ ხვდებიან რა. არა. ხო, აი რაღაცა მიზიდულობაა კიდე რა. რომ აი აუცილებლად შეხვდები თუ რა. დროჭი ყველაფერს აქ თავისი დრო, მიეცით დროს დრო. აი ყველაფერს აქ თავისი დრო რა. რაღაცა კაცი ბჭობდაო და ღმერთი იცინოდა რა. სადღაც არის ვაიბი რა. და ძალიან მართალი ვაიბია რა, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ რა დარწმუნებულები რა. ხვალ რა იქნება, ასე ეგ რა იქნება. მაგიტო ვიძახი. მაგრამ რაღაცებს გეგმავ. აი მე როგორ მიცინია, ესე მე სულ რაღაცებს გეგმავ. ხო. ღმერთი კი არა ჩვენც ვიცინით და. ხო. და მე აი მაგრად ხალისობ აი ამ რაღაცა ჩემ დაგეგმოს რომ რაღაცა გადამიხედია და ყველაფერი საპირისპიროთ აი თავიდან ბოლო რაღაცებს საერთოდ არ მიფიქრია და ხო და გაჩენილა რა ბაზარია და ეს სტერეოტიპები ცხოვრებას ვალაგებთ ყველაზე ხარო აი რაღაცა ცოლი იქ რამე შვილი მე იქ რაღაცა ბაითი უნდა ავაშენო იქ ბიზნესი წამოიწყო და ამ დროს წინ რა იჩითება აზე არ ხარ ხო და მე კიდე ვიმზადებ ამ ცხოვრებას ისე თითქოს საუკუნო დაქვარ ხო და ყოველი მეორე ეგრე ცხოვრობს მაო და გვეხმარება რა რაღაცეები რა ამ ყველაფერში წმენა საკუთარი თავიდან დაწყებული ღმერთებით დამთავრებული რა კი წმენა მაგარი რამ არის რა მე ხა რაღაც პერიოდი ცოტა დავშორდი რა რაღაცებს. ჭურწმუნოები არ გებრალება. სიბრალულით. ოღონდ ირონიით არა, აიმენა რა. აი, ისე როგორ მე აი ძალიან მე არა ვარ ზედაპირული მასტი რა. ხო. აი რაღაცა თხელი ყინულით რა. ეგ მასტი არ ვარ რა. მე მიყვარს ძალიან ღრმა და რაღაცა დეტალებში. deep ჩავარ. იგ მზომამდე მივდივარ რომ მე საკუთარი თავი მებრალება რა. რომ მე ესეთი ვარ. და მე უფრო მიჭირს იდეაში, მე უფრო მტკივა, მე უფრო განვიცდი. ბაზარია რა. მე უფრო აი მე რაღაცა გულის წვეტამდე მიდიხარ რაღაც პონჩი, რაღაც მხრივ რა, რომ აუ ეს ესეთია რა. გაუმარჯოს თავის გზაზე. და საქმე იმაში რომ შე როგორი ხარ რა. ხო, შენ თავზე იყო 100% კონცენტრირებული. აი დიალოგიდან დაწყებული, შენ როგორი ხარ? შესაბამისია დიალოგი. კი. შესაბამისია, რავი, აი ჩაცმიდან დაწყებული, კვებით დამთავრებული. ბაზარია რა. ბოლოს მაინც მან მიდიხარ და მე ხო რა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მივედი მაქამდე რა. რო წმენა. ხო. კი. და ამან აი რა, ჩემი დილა იწყება მადლიერებით. ხო. კი. რამდენი ხანია? არც თუ ისე დიდი ხანია, მე ძალიან დიდი ხანი ვერ ვაფასებდი ძალიან ბევრ ამას. ოღონდ აი ამას გეუბნები ძალიან გულწრფელად რა, იმ დონეზე ცუდად ვიქცეოდი, იმ დონეზე ვაზარალებდი ჩემ თავს და იმ დონეზე არ ვცემდი პატივს, რომ აი გამორიცხული იყო, არ ვიცი საერთოდ რამდენი მაპატია ვაფშე. სამყარო დღემდე მიგვირს რა. აი ძალიან შესნადრო გითხრა მე. შეგიძლია ჩავხვიდე არ არის პრობლემა ხო აი მე იყო დამოკიდებულებები ბევრ პრობლემასთან ერთად დამოკიდებულებები რაზე ალკოჰოლიდან დაწყებული ჩომოხეს როგორ ეცინება დამთავრებული და ალკოჰოლიდან დაწყებული დამთავრებული სხვადასხვა პრეპარატებით რა იყო ეს თან ძიმეც იყო ძიმეც იყო კი ჩემთვის ნებისმიერ აი მე ნახე აი ვიღაცები ყურებენ ძალიან ისე რა ლაითას თუ რაღაცა ნებისმიერი სინთეტიკური თრობა არის უმძიმესი ჩვენი ტვინისთვის მარიხუანაზე რას ფსიქიკისთვის და მენტალური მდგომარეობისთვის ხო ერთი მოხმარებაც შეიძლება იყოს 360 გრადუსით შენი ფსიქიკის შემობრუნება დავიძმაო შემოგაბრუნოს დავიძმაო და აი რაღაც მე მინახავს ანუ არ დავასახელებ ახლა ლოკაციებს კი რიგში მდგომი რაღაც ტიპები კოლბით და მიდი თუ რაღაცა არა ძალიან დავიძმაო მაგ ამბავში არის დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში იმიტომ რომ არის ხელმისაწვდომი ეს ყველაფერი სამწუხაროდ და ძალიან ბევრს არა გათვისნობიერებული რაღაც პრეპარატების შესახებ. რა შეიძლება მარიხუანას? ზედმეტი თაფლიც მავნეა რა.
იქ თუ რაღაც ახლა შენ პარასკევს აღამოს ახლა თვეში ერთხელ თუ რაღაც 2-3 ნაპასე გლიჯენ რაღაცა კონკრეტ მიდიხარ კოფიშოპში თუ სადღაც იყიდება ეს და რა განწყობითაც ხარ იმას თუ შოულობ ეს კიდე სხვა ამბავია მაგრამ შენ ის მარიხუანაც არ იცი რა ვაფშე რაჯიში არის თვის არის როგორ არის საიდან მოხდა შენთან თუ რაღაცა ძალიან ბევრმა აი მაგი მინდოდა რა აი ორ თემას შევეხო მაგრამ მარიხუანაც ერთ-ერთი მე ვთვლი რომ ერთ-ერთი მძიმე ნარკოტიკია რომელიც ფსიქიკაზე და მენტალურ მდგომარეობაზე გეხება რა მაგრამ მანდ არის მთავარი კითხვა არის რომ რატო მივდივართ ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე რომ ცნობიერი შეცვლა გვინდა გაბრუება გვინდა რაღაცა საცეცები გვიჭერა რაში ჭირდება ტიპს მაგის მიღება რა განწყობა შეიქმნა თუ რა ანუ მე ხა ზოგადად მასას მივმართავ თორე მე საერთოდ არ ვეწევი რა ხო ხვდები იყო პერიოდი რომ მოვიხმარდი მაგრამ არ არის რა ჩემი მოკლედ რა ხო შენ რა სიტყვა აი მაგასაც პოვნა უნდა რა ყველაფერს უნდა პოვნა ხო მიხვდე რა ყველაფერი არის ძიება რა და ძალიან ისეთი პრინციპული და კატეგორიული უნდა იყო რომ გადაწყვიტო რაღაცები რა კი ბაზარი შენ თავთან რა და არ ვიცი ალბათ ხო რავი შიში ალბათ რა სიფხიზლის რა კი და რაღაცები ჩვენ ხანდახან შიში მაგარი რაღაც ახსენე ხა შენტო და სხვათა შორის მე მქონდა პირველად მესმის კი ვიტყვი რომ პირველად მე მეშინოდა ეგ თემა მესმის ძალიან ხშირად მსმენია მაგრამ შენ კაი ის ფრაზა და კაი სახელი მიაწერე ხა რა კაი რაღაც დაარქვი სიფხიზლის შიში ხო აი ჩემ შემთხვევაში კი მე მეშინოდა ნუ ამას რაღაცა ფხიზელი ვერ ვიზამ არა და ჩემი აი შემოქმედების დიდი ნაწილი რომელსაც უმუშავია და რომელსაც რეზულტატი დაუდგა. ფხიზელი მაგალითად. ბაზარია. და ანუ არაფხიზელი შეიძლება ყოფილიყო მოსმენა. ხო. ან გაკეთებული ყურება რა. კი. და ის რაც ანუ ღიად მე არ ვარ რაღაც შემალული მასტი რა მე რაც დამიშავებია ღიად დამიშავებია ჯიგარი მეც ეგრეო ტიპები არიან პირიქით რაღაცებს მაგრამ მე კიდე რაღაც ანუ აი ეგეთი იდიოტი და დეგენერატი ვიყავი რაღაც ეტაპებზე რა და აი გარი რა რომ რაღაც გაქცევა მინდოდა თუ რა ვიცი მაგრამ ხო რეალობაში მე დღემდე მოწყენი იყო თუ პროსტა რაღაცას გაურბოდი შიგნით რასაც არ ბაზრობ იზრა ფიქრები რა ფიქრები გომარეობები და რაღაცები გონია რა გეჩვენება ილუზიები ხო და მე შედიხარ უფრო უარეს ილუზიაში რა კი მე ცუდად ხარ ხო მე უფრო მძიმდები მე აქ თუ ხარ აქ შემოდიხარ ანუ ის პრობლემა რაც გქონდა გემატება ახალი და ხო მე ნუ ახალ პრობლემას იძენ რა ნო მე უბრალოდ რო კარგად იყო და ეხლა ნორმალური გამარჯვება თქვა მაგისთვის გჭირდება რაღაცეები და ანუ ეს ყველაფერი შენ იმენა გავლილი გაქვს კი ალკოჰოლთან განსაკუთრებით მე არ გამჭირვები არაფერთან იმ ხელობრძოლა რამ ხელობრძოლაც ალკოჰოლთან ხო ბიჭო აი რო იძახიან რომ აი ეს დრაგები და რამეც ალკოჰოლზე როგორ ვაფშე არ ვუძრო არა ერთ დღეს გავიღვიძე და რაღაცები გადაიყარა და მარტივად ხო ძალიან მარტივად აი უმარტივესად იმიტომ რომ ვერ ვიცანი ჩემი თავი ხო ვერ მივიღე ისეთი კი და ვსევ დავიმშვიდობე და დავიმშვიდობე წლებია ხო ალკოჰოლთან ხო აი წარმოვიდგინე ბარდიულიდან ლოჟით დამთავრებული დაბადების დღეების აღნიშვნით ახალი წლებით ყველგან არის რა და არის აი ჩვენ ქვეყანაში და რომანტიზირებულია ეს კი ბიჭო ჩიკაღვინო და რაღაცა იმას უზღვნიან მუსიკებს და რა ხო სიმღერებს და მეყო ხო ძალიან წყალს არა შემოგვეცემ სხვას არა ადანდალი და ხო რა ჩვენი რა ვიცი რა ყოველდღე მაგითი თენდებოდა და და ძალიან ბევრი უკუჩვენებით აი ძალიან მაგრამ ზომიერად ხო რაღაცა ეხლა რა როგორ ხარ მაგამ ბავში ალკოსთან აი ძალიან ღირსშესანიშნავ დღეებში კი ოღონდ როგორ იცი აი ჩემი ტოპსასმელი როგორ იცავ ზომას თო კატეგორიული უნდა იყო რა მე ძალიან აი ძლიერდება ისიც რა აი მე ხო გავიჩალიჩე ეს რა კი აი თან აი რაღაცა მთელი ცხოვრება გავიჩალიჩე რა თან სულ რაღაცა მცეკვა თამაშით გიტარით პოეზიით ოპა, ანუ კაი გარემოთი, მეგობრული ურთიერთობებით, კომუნიკაციებით.
აი ამ რაღაცებით ჩვენ ერთ დღეს ვიღვიძებ და ხვდები რომ რაღაცა ცუდად ხარ რა. და ვა რა გჭირს თუ რაღაც კანკალებ შიშები გაქვს რაღაცა მე პირველად რომ პირველად რომ მე პანიკური შეტევა ვაი მე მეთქი როდის კონდა აუ წლების წინ რა ოღონ ძალიან ის მძაფრად და მე ძალიან მძაფრად ეს ფხიზელზე მოგცა ხო აუ ვაფშე მურტალი ოღონც როგორ გაგანია ბრძოლაში ვიყავ წავაგე მაგ დროს ბრძოლა ხო მაგრაც წავაგე თან უარესად შევედი რა მე რა ხო და მე HBS აღარ მოხდა ხო იმიტომ რომ მურტალი გზნობაც მო კიდე კაი ვიცი და მესმის შენი თორე ვიღაცები არიან არისია ვაფშე რაზებაზე კი და როგორ მახსოვს რაღაც პლეხანოზე პირდაპირ დავეცი რა ძი აი ხო ესე აუ შენ მურტალი მოხსულია ცალი მუხლის თუ რაღაცა მიშველი შენ მურტალი მოხსულია შენ კი და ნუ რაღაცა იმის ის რომ ამის რეპეტე შეიძლება იყოს და უცილებლად იქნება მოვა რაღაცა ნებისმიერ ჩაისვამდე და და ესე მოდის ხოლმე შენთან ეს ხო რაღაცა უმართავი ამბავია მაგრამ ძალიან ბევრი დაგიტოვა ნუ თუ რა კი მე ძალიან ისე ვარ ბიჭო მე შიში არა იყიდე რომ არ მოვიდეს უკან შიში უფრო იმას ავკიდე რა ვა ჯიგა შიში უფრო იმას რომ აი მეთქი ხო მოდი რა ოსტა მაკიდა შიში პანიკას რომ მეთქი აი სადამდე მიდი დავაი მეთქი რა აი თუმბრიდან დამბრიდე და ეგრევე მზად ვარ მეთქი და ამ დროს ვერ გბრიდავს ძმაო და ჩალიჩოს ვერ გბრიდავს ანუ ვერ დაგბრიდავს და მე შეეგუე რომ ვერ გბრიდავს ხო მაგრამ ძალიან რთულია მაინც რთულია ყოველდღიურობაში აი ჩვენ მე ახლა ძალიან ბევრ ადამიანს ვაძლევ мотиваციას ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს უშუალო კომუნიკაცია მე რაღაც ჩემი ანონიმური ანგელოზები მეგობრები მყავს ხო და ერთადაც რაღაც ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ ძალას ვაძლევთ და იმ ცარიელ ხრელებს უსებ ხო ერთმანეთს ჯერ ჩვენ საკუთარ თავებში ვავსებთ რა პირველ რიგში აი დილიდან საღამომდე მე რაღაც ბალიშზე სინდისის სასამართლოები ხო აბა რაღაც როგორი დღე იყო მარტო შენთან რა გაკეთე ღირდა იმისთვის რომ რაღაც შენ დღეს გესუნთქა ხო არ დაამძიმე საერთოდ ეს პლანეტა რა აი ვის არ გერა რა გაეცი რა მიიღე და ვაფშე მაგკითხებს რომ სვა სად ბაუნსო უკვე აი ხო თუ შენ თავთან მაგკითხებს სვაო მე ვიტყვი რომ ეს ძალიან დიდი ჰუმანური რაღაცა პროგრესია ავტომატურად მიდიხარ შემდგომ ხო მაგ ყველა მე არ მეგონა ახლა რა მე რომ რამოდენიმე წლის უკან კოსტას ეს ვერსია მენახა შეიძლება ვერ დამიჯერებინა რა აი როგორ შესნადგეუნები იცი რომ აი ეჭვი შემეპარებოდა რა რომ აუ რაღაცა აი ჩომბახე მაგის ამდენი იყო პროცენტული შანსი რა 50 ენა მაინც პოზიციი გარიხა მაინც ხო რა დღეს არის ესე რა ეგ გზა რო გაიარე ვაფშე ყველა ადამიანი რაღაცას გადის რაღაცისთვის ხო ეს კოსტა ვერ იქნებოდი ის კოსტა რო არ ის რო არ გაგევლო ხო რეებიც გაიარე რა და მე ვფიქრობ ვაფშე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა ტრაგიკული მხარეები რა და იმისთვის რომ პროგრესირდეს ხვდები გადარჩენა აი ცხოველიც ხო უდაბნოში და სადმე იჩიტება ხო ის უფრო ადაპტირებადი და ძლიერი ხდება რაც უფრო მეტი დაბრკოლება თორე წინააღმდეგ შემთხვევაში იჩიტება რავი რა ძალიან სლაბი ვარიანტი ხდება ხო რა დაცი ადამიანის ეგეთ მონჩი არ არის აი ჭირდება რა ჭირდება კი სუს ჭირდება ტკივილი ხო კი და იდეაში ანუ აი პოზიტიური ემოცია რამოდენიმე გვაქვს კი რომელსაც რაღაცა წამებით ვგრძნობთ დანარჩენი სულ ნეგატიური დანარჩენი ხო შეიძლება ითქვას ნეგატიური იყოს მაგრამ არადადების დავარქმევ ხო ბაზარი არ არის თორე ნეგატიური ემოცია კიდეც სხვა არის ნეგატიური ისეთი ამბავია რა მაგრამ ამ საზღვრებიც არა ხო რა ამ დაცემასთან ერთად ძალიან ბევრ რაღაცებს სწავლობთ რა ფსკერზე მაგარ ფსკერზე ყოფილი ხარ ძმაო კი აი მაგარ ფსკერზე კი აი როგორ იცი აი იმედგაცრუებული ძალიან გულნატკენი სიცარიელით რო ძალიან ცარიელი აი ძალიან ცარიელი აი როგორ იცი რომ აი всё დღე ანუ აი რაღა უნდა გავაკეთო თუ რაღაცა მე რაც მშველოდა ყოველთვის და ჩემი ეს რაღაცა ძალა რაც იყო კი ძმა იყო შემოქმედება რა
ხელოვნება, კი, იმიტომ რომ ამის რაღაცა გამოხატვა იყო როგორც წერით, ასევე რაღაცა ხატვით, კეთებით, მელოდიებით და იქ რაღაცა ჩემ ნაჭუჭში ვარ რა. შეუშვი ინტროვერტი ხარ? თუ უფრო არა ითქვას რა. უფრო ხარ, ხო? აი თითქოს არა ხარ, მაგრამ რაღაც გძნობ რო ხარ. გააჩნი ხასი, მარტო ყოფნა მიყვარს. ხო, აი რაღაცა ვიგზენი რა. მარტო ყოფნა მიყვარს. ანუ ვაფშე მაგარი მარტოსული ხო. ტიპი ვარ, რა კი. აი რას დრო გადის. გძნობ რო შენი ცოტას ესმის. ნახე, ძალიან ცოტა იცის ჩემი აი იმენაში. ხო, ძალიან ცოტა მიცის. აი როგორ შინაურებმა იცი, რომლებიც წლები მომყვებიან. ხო. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მე ამაყი ვარ, ბედნიერი ვარ იმ ხალხით. ვინც გამაჩნია და ძალიან ბევრი გვაქვს გამოვლილი. იმიტომ რომ მე აი კიდე იქ მივდივარ, მე ძალიან ცუდად ვიქცეოდი რა. აი მე რო დავუშვებ სვამდი, მე მეძებდნენ. სუფრაზე ვარ ხო დავუშვა და შეიძლება შუა სუფრიდან აღარ ვარ. გაქრი. იქ მიდის რეკვები სადარი რა. განა ვინმეს რამეს უშავ, ჩემ თავს უშავებ ხდები. ზოგი სანდმეძებდა, ზოგი სანდმეძებდა, ნუ მე ამ რაღაცა უკვე რო დავიწყე სხვანაირად, აი ძალიან გვერდში დგომა რა. ხო. ძალიან და არა მარტო მაგით, იქ იყო აი რავი ფინანსურადაც იმდენი ადამიანი მეხმარებოდა გარკვეული პერიოდი, რო აი ორი ეგეთი კითხვა დამებადა ეხა უცებ. ყველაზე მეტად რა წაგართვა და ყველაზე მეტად რა მოგცა აი ამ ყველაფერმა. რა სიხა შენ შეეხერა თემებსაც და რა უფრო საქმეში რა. ყველაზე დიდი დანაკლისი რაც ამ მოიტანა. და ურთიერთობებში ძალიან ბევრად ემას ვაწყენინე რა. ისე გაუტეხე რომ ანუ შენ თვითონ არ გინდოდა რა. ხო, და აი ძალიან მე მაგარი ისეთი რაღაც პრინციპული მასტი ვარ, რაღაც სიტყვის კაცი და რაღაც ხო. ერთგული ტიპი როგორ იცი, აი ძალიან რა და იმეს რო უცრუებ, აი აროჩი მანდ მივხვდი რომ აი მეზიზღებოდა ჩემისავე რა. ძალიან სუსტად და ძალიან ისე ძალიან არაუბოთ თვლიდი. ძალიან ემოციური ხარ, ხო შენ ძალიან ემოციური. ხო, და აი თუ ვერ გამოხატე. ემოცია, კაცი ემოცია ხარ. თუ ვერ გამოხატე რაღაც ემოცია, მე მანგრევს რა ეს. ადვილად გიტყდება რაღაცეები? ადრე უფრო. გაღიზიანება რა? ადრე უფრო რა. მე რაღაც აბჯარს იცვამ რა. ანუ ხო? კი. ხო ხტები რა კითხვასაც რა? რაღაც აბჯარით იჩიტები რა. ხო, თორე შეუძლებელია იცხოვრო რა. ხო, მე ხა ცოტაც არ გამოვიარე რაღაც მხრივ აი ამ წყენებში რა. ხო. ძალიან ის რაღაც ხალხის დამოკიდებულებებიც და რაღაც მიდგომების შენს მიმართ როგორია თუ რაღაცა რა. ვის უნდა ენდო, ვის არ უნდა ენდო. ბიჭო, ხო, აი მე რა ტიპი ვარ, იცი, აი შინაური, აი ძალიან შინაური ადამიანებისგან მიმაქ გულთან ახლოს თორე ვაფშე არავისგან არაფერი არ მწყინს ხვდები? ეგრე ხო არ ხარ შენც? რაღაც მხრივ რა. თუ ჩემთვის არაფერს არ ნიშნა, ხო, აი ეხა არ შემაგინო თორე იასნა გეკნება მაგაზის პასუხიც, მაგრამ ეს მიდგომა რაღაც მხრივ ვერ მატკენ გულს რა, უცხო თუ ხარ. ხო, მაგრამ აი მე ჩემ თავთან მაქვს რაღაცა ის რა. სულ მე ძალიან ერთი პერიოდი გადამივიდა რაღაც ამპარტავნებაში რა რაღაცეები რა. ხო. რაღაცა პოზა დავიჭირე თუ რაღაცა. ოღონდ ძალიან ადრე გეუნები რა. და მაგრა გამიტყდა რა, იმიტომ რომ ვაფშე არ ვარ, საერთოდ არ ვარ ეგ მასტი რა. ხო. და მე აი სულ კონტროლი მაქვს რა, რომ აი რაღაც და მაგარი ხარს რომ მეუბნებიან და შემთხვევით ბიჭო არ დაიჯერო თუ რაღაცა. ხო. ეხა ჩამოდი დაბლა ხო? ცოტა მშვიდად იყავი რა. შენი საქმე აკეთე მოდი რა. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ აუ ხო შეკება. ახი რა მადლობა თქვი რომ ეს მოგეცა. ბაზარი არა. და всё რა დანარჩენი უკვე ხიბლია რა. და აი ამ ხიბლიდან გამოდი იმიტომ რომ დაგაგდებს. აი ესეც დაგაგდებს. რო არ ვიცი რა. როგორც ზევით აწევთავს, მაშინვე ჯობია იყო რაღაცა ჩამოგაგდებს რა. ხო, მე სამყაროს გიგზავნის აი როგორ ადამიანებს, იცი, ძალიან ჩასახუტებლებს რა. ძალიან გუწრფელებს და აი ამას ვაფასებ დღეს აი ყველაზე მე თუ რაღაცით გამაკვირვებ დღეს, გამაკვირვებ მაგით რა. სხვა აი მეტი რაღაც აი ანუ მოუჩვენებელი თავდაბლობით, ხო? ხო. იმენალალი. ხო, აი რაღაცა
ოღონდ რო არ ამაყოფ. აი კაკრას ეხა მქონა მამაოსთან საუბარი და ეგ მითხრა რომ არსებობს ეგეთი მდგომარეობაო ხიბლი რა, რასაც ქვია თავმდაბლობით ამპარტავნები. ხო. წარმოიდგინე. შენ რო ამით ამაყოფ რო თავმდაბალი ხარ. მესმის ასე. და მე რაღაცა და ხვდები? ეგეთი პონტებიც იჩდება ხოლმე რა. არის რა. დღეს მაგრამ აი რაღაცა. მაგრამ იშვიათად. უფრო მეტი ამპარტავანია ვიდრე მე რაღაც ფრთხილს. მაგრამ ამპარტავანს ისევ თავმდაბალი არ ჯობია იტოქში ისეთი თემაა, მაგრამ იმენა ამპარტავანს რო შეადარო. არ ჯობია ის ტიპი, ვინც თავდაბლობით ამპარტავნობს. რა თქმა უნდა, ორივე უარყოფითია, მაგრამ რო იყოს შედარება რა, საქციელის მხრივ. რომელი უფრო ახლოსაა გათვითცნობიერებასთან იმისა, რომ არასწორად იქცევა, შენი აზრით. ამპარტავანი თუ თავდაბალი, რომელიც ამპარტავნობაში გადადის. სწორად იქცევა თუ არასწორად იქცევა. ეგ უკვე ჩვენი გადმოსახედია. იცი რას ვკითხულობ? რომელი უფრო ახლოსაა გათვითცნობიერებასთან, რო პრობლემის წინაშე დგას. ხო, კაი კითხვაა. კაი კითხვაა, რამდენად არის ეგ პრობლემა? აი მაგაში დაგეთახმოთ რა დაგეთახმო არ ვიცი. აი პრობლემა არის ეს არ პროსე შენი აზრი მაინტერესებს. ნახე, მე თუ ვიღაც არ მომწონს, ჩემი ბრალია, იმის ბრალი არ არის რა. ხვდები? მე თუ ვიღაც მომწონს, ჩემი ბრალია, იმის ბრალი არ არის. კი. მე თუ ვიღაცას ვუგებ, ჩემი ბრალია, იმის ბრალი არ არის. მიხვდე? კი. ანუ ჩვენ მაგარი რაღაც იბაზრე. ეს ხა რაღაც ახალი მიმდინარეობა რო იყოს პოეზიის არ შეიძლება. ხო გასწორე. ჩვენ ვირჩევთ. ხო. როგორები უნდა ვიყოთ. კი, ბაზარი. ჩვენ ასე ვძრომიალობთ ჩვენ შინაგან სამყაროებში, რა მოგწონს, სად ვუტრაკებთ ჩვენ თავს, სად არ ვუტრაკებთ, სად ვაქებთ, იმიტომ რომ შექება აუცილებელია რა. შენ რო რაღაცა დისციპლინირებული მასტი ხარ შენ თავთან, აი დისციპლინა არის ძალიან მაგარი რამ რა. დისციპლინის გარეშე წარმოუდგენელი არაფერი არ ხდება რა. გეთანხმები. ვიღაცებს გონიათ რაღაცები რომ აუ ეს ნიჭიერია და გამოსდის. ეგრე არ არის. ნიჭი არის, მაგრამ ამ ნიშს უნდა ძალიან დიდი შო მე რო ვიღაცებს საქმეში ვნახი ვარ, ძალიან ხშირად უთქვამთ რომ აუ თუ შენ ესეთი ხარ თუ რაღაც. მესმის ზუსტად იცი რომ აუ რაღაც ბიჭო რავი ხო ესეთი ვარ რა თუ რაღაც არ მომწონს აი რაღაცა მაქსიმალისტი ვარ როგორი იცი რომ ვიღაცებს გონი ვარ რომ მაგარი ნარცისი ვარ თუ რაღაც რა ხო როგორ ვარ არა და იცი აი და ინსტაგრამზე ფოტოს რო ვდებ ჩემი არჩეული შეიძლება იყოს 3 ფოტო რა ბაზარია დაიჯერებ კი რატო აი ხო მე დავიჯერებ მაგრამ ბევრი შეიძლება არ ბევრისთვის როგორი დაუჯერებელი ბაზარი არა მესმის კი და ბევრს ეგონა რომ რაღაც სარკის წინ თუ რაღაცა რა და სარკი ბიჭო იმიტომ რომ დეტალურად არ უყურებენ ადამიანს დედას მისავალ ერთ სარკი მქონდა სულ არ უყურებენ სულიერ ეხა ცოტა ისე ჟღერს მაგრამ ადამიანს რო უყურებ ხო მარტო ფიზიკურად ხო არა ხო ეს სულია რა ხო გჯერა სული ჩემთვის პირველ რიგში ეგ არის რა ხო ჩემთვის ეხა კოსტა ხო შენ ხარ ძმაო აი სული ხო შენ გაქვს სული და მერეა უკვე შემოსილი ხარ შენ ფიზიკური საკმაოდ სიმპათიური სხეული ხო მადლობა ჯიგარი ხარ ძმაო და აი ეს არის რა რომ ზუსტად ყველა ადამიანი არის სულიერი არსება ჩემი ნუ ეგრეა რა ვერ უარყოფ ობიექტურადაც მგონია რომ ეგრეა რა მე მგონი არავინ ეცინააღმდეგე უსულოა მნიშვნელოვანი რაღაცები ეხება სულს რომ ისე რომ იმენა შოქში ხარ რა იმენა სულია და სპირიტუალური არსებები ვართ რა ბიჭო ეგეთი ექსპერიმენტი იყო ბოდიში სანამ ისა რომ ტიპი რო იბრიდება რაღაც ექსპერიმენტი გააკეთეს რაღაცა გრამები აკლდებოდა ყველას რომ და მერე იყო ის ბაზარი რომ სული მოაკლდა ხო რა თქმა უნდა აბა რა აზე ხარ აბა რა ყველას დააკლდა ის რაღაც მასა ვინც დაიბრიდა ძმაო 48 არ ვიცი მე რო რაღაცები ელაპარაკო შეიძლება ძალიან ბევრს გიჟივეგონო არა ძმაო პირიქით ეგეთები უნდა ელაპარაკო რომ გიჟიეგონო ანუ ხო ჩემს სულს დაუტოვებია ჩემი სხეული არაერთხელ სხვადასხვა ასპექტებში ფხიზელი თუ სხვადასხვა ნირვანებში ფხიზელიც არაფხიზელიც ოპერაციების დროსაც მაგრამ ცნობიერს ახსოვს რა ოპერაციები
ოპერაციები, რა ოპერაციები, ჭრაკერვის. ბიჭო, ჭრაკერვის ოპერაციები. ხო, ბაზარია, აუ, ხო, ეგ მაგრა გამიგდა, ხო. ზოგადად რამოდენიმე წუთის განმავლობაში თან. გული გაჩერდა ორჯერ ორგანიზმი ერთვებოდა, ოპერაცია ვერ გრძელდებოდა, მთელი ამბები. ხო, შარშან გავუჩითე ტელევიზორში გავუგიხდი. ხო, მეთქი რა ხდე. მან რაღაცები ჩაერივნენ რა. ზევიდა, ხო, ანგელოზები. ძალიან. აი ვიგრძენი რა რაღაც ამბავში. თუფაკი ხარ რა? აი ხა თუფაკი ვარ თუ არა, არ ვიცი მაგრამ. თუფაკის ისტორია გაამეორე ჩემ. რაღაცა ისეთი ამბავი იყო რა. კი. და იქიდანაც აი პოსტტრაუმული აუ ძალიან ისე რა. აუ PTSD აკიდა? რა მკიდა? PTSD. ეგ რა პონტია? პოსტტრაუმულიო რო თქვი ხა. ხო და რა ქვია მაგას? ბიჭო რაღაცა ეგეთი ისა, პოსტტრაუმული აშლილობა ქვია და ეგ ხო არ აკიდა. არა, ცოტა ცუდი ანალიზები, ცოტა საკმაოდ მძიმე ამბავიც მქონდა. შენაგო თვითონ პოსტტრაუმულ პერიოდს. ხო, და ამის რაღაცა მე ხა ჩემი რეაბილიტაცია როგორი იყო ისე აბარა წამოწექი თუ რაღაცა. წამოწვი აქ მინდა გარჩინოს ხო, გადაოფ. რაღაცა გადაკერილი იქ რო რაღაცა ფინანსები ყველა ვარიანტში ყოველთვის ყველგან საჭიროა რა. აუ შენ ძალიან ზოდი პერიოდი. კი, ძალიან იმაზე მძიმე ხო არ იყო და ჯერეების ჩამოთვალე ზევანტო. არა ხო? იქ ცოტა სხვა ამბავია რა. ხო რაღაც იქ შენ თავს ეთესები რა. ხო ეს ფიზიკურია და ის სულიერი. როგორი იქ კიდე აი იმას კიდე იმ მდგომარეობებს იმ მომენტში შენ ვერ ხვდები რა რასაკეთებ რა. იმ მომენტში ვერ ხვდები რა კარგია სიფხიზლე. იმ მომენტში დავიწყებულის გაქვს რა ფხიზელი შეგრძნებები რა. და გონია რაღაც აი უფერული აი დაავადებული ხდები რა. და ამის რაღაც აღიარება უნდა შეგვეძლოს რა. იმიტომ რომ ამას უკონტროლი ჭირდება რა. სუ დისციპლინა არ უნდა გაგექცეს. უნდა იყოს ძალიან კატეგორიული და მაგარი ბრძოლა რა. ბრძოლა კიდე აი სუდად ჟღერს რა. აი ბრძოლას და ომს რო არ ქმევენ და რაღაცები მე არ მომწონს რა. რწმენა. ხო. და აი მე რაღაცები აი თავისით ხლაგდება ხო? ბიჭო, აი მე ვარ დილის კაცი რა. რა ხარ? დილის კაცი. ხო. აი რაღაცა 5-დან რაღაცა ეს ჩემი გაღვიძება. ასე ყავა, ნუ სეზონს გააჩნია ჩაიც რაღაცა. პაპიროსი. სიგარეტი და ეს რაღაცა სიჩუმე, ფიქრი და აი რაღაცა მადლობა. ვის? სამყაროს. აი მადლიერება რა. ყველაფრისთვის რაც მაქვს, რაც გამოჩნია, რაც მოგიცია რა ჩემთვის რა. მადლობა რაც აგირთმევია მაგისთვისაც რა. და მე რაღაცები ლაგდება რა. ეს რაღაც აი აფირმაციები რაღაც სხვათა შემოდის რაღაცები. კი, მაგრამ მანდაც რაღაცებს წავაწყდი მე და ძალიან ბევრი რაღაცა არასწორად არის რა. მან ცოტა იზგინდა. გათვისნობიერება ყველაფერში. ეს არ ჩვენი ფიქრით მიდის ეს მართლა მუშაობს რა. კი. და რაც უფრო დადებითი იქნება, აი უბრალოდ დააკვირდი. ხო, რომ მატერიალიზდება ფიქრები, ხო? ბრუნავს რა. დედამიწა ჩვენი ესმის. აი ხეები ეს რაღაცა ყვავილებია ჩემთვის ძალიან ცოცხალია რა. რაღაცა ხო რა შენ რაღაცა მომენტი გააძრო რომ საუბრობთ რა. გავისთავოთ მესმის და ჩემთვის ძალიან ცოცხალია რა. ყველაფერი ჩვენ იმდენად რაღაცა გაჯეტებში ჩავყავით თავი რომ ვეღარ აღვიქვამთ. ჩაგვაყოფინეს. ვეღარ აღვიქვამთ. რა ხდება რა. კი. ბიჭო აი ეგეთი კითხვა მაქვს რა. ირაკლი ჩარკვიანს აქ ნათქვამი. ჭეშმარიტი кайფი სიფხიზლეშიაო და ეთახმები? რაღაც ხრი კი. შენ როგორ გისმის ეგ ფრაზა? ბიჭო კონტექსტ გააჩნია რა კონტექსტში იგულისხმა ირაკლი მაშინ ეგ სიტყვები რა. ანუ რასთან შენი აზრით რა იგულისხმა და შენ როგორ გისმის? ჩემთვის მეტაფორა უფროა ეგ რა. ხო. მაგრამ იცი რატო? იმიტომ რომ თვითონ ჭეშმარიტება სიფხიზლეშია რა. კი. სიფხიზლის გარეშე შენ თუ არაფხიზელი ხარ, ჭეშმარიტებასთან რამდენად ახლოს ხარ,
ახლოს კი არა პირიქით შორდები. ხო, არც ერთი შეგრძნება არაფრზე მდგომარეობაში. ჭეშმარიტებას მოკლებულია რა. კი, ბიჭო, მე ვაფშე იმასაც ვფიქრობდი რა და არის რაღაც კვლევები რომ ჭეშმარიტება ხო რა. სიფხიზლე ჭირდება რა. მაგრამ ფხიზლად შეგილია ძალიან ისი ალივერო რაღაცები. ბიჭო, აი რა არის, აი დიდი ხანი თუ ფხიზელი იჩთები და რაღაცებს ათვიცნობიერებ, მე შენში იჩთება რაღაც ძალები. ისეთი სერიოზული ძალები, რომ გქონია, რომ აქამდე არ იყო. და ამას სად ექნება პროგრესი და განვითარება კაცმა არის ის. ამით ისი თქმა მინდა. სპეციალური თემა ხო არაა, რომ აი ნარკოტიკები, გაჯეთები, ყველაფერი რომ ადამიანს აურიო გზა, აურიო ცნობიერება და მასების ამართავად. ხო, და მოაცილო იმას იმ განვითარება სადამდეც ადამიანი მიდის რა. მე მგონია რომ მიდის, იმიტომ რომ მე კი არ მგონია, მე დარწმუნებული ვარ რომ ხო, მეც დარწმუნებული ვარ, ძმაო 100%-ით, რომ სპეციალური თემა მგონია ეს რა. აი რაღაცა თითიდან გამოწოვილი და რამე ის აი იცი როგორი თემაა? ნარკოტიკებიც, ხო? რისთვისაა, რომ ადამიანის ცნობიერება შეეხოს, ხო? პირველ რიგში ხო მაგას ურტყავს. საერთოდ ფიქრებს გიცვლის რა. თან ყველა პონჩი ბლაგდები რა. ერთხელ მოვწიე და ადრე რა. და რაც კი პრობლემები მქონდა, ერთი 3-4 ჯერ მძიმედ მომეჩვენა. წინ გაგეჩიტა ხო? აი მოვიდა. და ხო მოგსვლია. დამგრუზა რა და მეთქი ამას როგორ ეწევით თო? და წაგიღო ნეგატიური ფიქრი. წამიღო ხო? იმიტომ კი არა რომ დაგრუზული ვიჯექი და გრუზისკენ წამიღო. არა, კაი ხასიათზე ვიყავი, მაგრამ მომიტანა რა, რაღაცა ცუდი რა. ზოგჯერ კარგიც მოქონდა, მაგრამ ნუ რისი თქმა მინდა რომ ეხება რა ცნობიერს. და არა და ადამიანის ცნობიერი ვაფშე სხვა რამისთვისაა გათვლილი, ხო? სხვა ლიმიტები აქვს, რომელიც ლიმიტებიც არ არის. აი ძალიან ისე, რავი, აი როგორ ძალიან ეს იმდენად ფართო თემაა. იმდენი შეგვიძლია ამაზე ჩვენ ვილაპარაკოთ სხვადასხვა ფორმატებში რა. კი. იმიტომ რომ აი რავი, აი მართლა იმ დონეზე ვშორდებით რეალობას, აი თუნდაც სკროლვით, თუნდაც რაღაცა. მე უშუალოდ ადამიანებს ვიცნობ ინსტაგრამზე ბედნიერია და რეალურ ცხოვრებაში, აი რო ვხვდები რა. აუ, სადა ხარ მე რაღაცა. ბაზარი ხო არ გჭირდება. ბაზარი არ არის, თო. ეგრე ბიჭო, ოჯახში ისა რაღაცა ერთმანეთს მესენჯერით ერთი ოთახიდან მეორე ოთახში დაიკარგა რა ურთიერთობები რა. კომუნიკაციები და არაჯანსაღი გახდა რაღაცეები რა. მე მაგიტო გეუბნები რომ აი ვეძებ რა, როგორ რეალურ ურთიერთობას იცი რომ აი ურთიერთობებს სადაც დაძაბული არ ხარ რა. პირდაპირ საუბრობ. თავისუფლად ხო, ეხლა თუ შენ ადამიანთან რაღაცა კონტროლი გიწევს შენი ემოციების დაფიქრდი რაღაცეებზე მაშინ. ბაზარია. ხოვაზე ხარ და ანუ აი გარი რა ძალიან ვიმართებით რა. გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა. ანუ გჯერა მაგის მართა, ხო? ნუ ფაქტია რა. კი. ფაქტია რა, იმიტომ რომ და შენი აზრით რო არ გვმართონ, ანუ ვერ გვმართონ ადამიანი მივა იქამდე რომ თავის ფარულ ძალიან მაგარ რაღაცებს აღმოჩენს შიგნით. ხვდები რის თქმა მინდა? ხვდები რის თქმა მინდა? მანდა მაგ მონეტას ორი მხარე აქვს რა. კი ხვდები. მაგრამ შეიძლება ეს პლანეტა ორბიტიდან მოხსნათ რა. ეგეც შესაძლებელია. ხო რა, იმიტომ რომ რაღაცნაირი ცხოველები ვართ რა. ბაზარია რა. და მე ყოველდღე ვეჭიდავები ჩემ თავს. რო ცხოველი არ იყო. რო ადამიანი ვიყო. ხო, ჯიგარი ხო. და აი ბოროტთან როგორი ბრძოლა მაქვს, იცი? აუ, ძალიან სერიოზული. ყოველდღიური? ხო. ყოველდღიური რა. აი აქ რაღაცა კარგს რო აკეთებ. და იქ გვერდზე რო გიდგას რა. და რაღაცა რო აუ ბიჭო ეს ერთი სული მაქვს რო დავითრიო რა, ჩემკენ რა. აი იქიდან ორნაბირს გადადგამს და ეგრევე წინ გახვედრებს რა. რაღაცა ისეც როგორი ცდუნებაა, იცი? აი რაღაცა საშინელი რა.
აი იმენა გეუბნები. მაგას ქვია უხილავი ბრძოლები. ხო, მაგრამ იქვე გრძნობ იმ რაღაცა დაადებით ენერგიას, აი როგორ ისე იცი, აი გავსებს ტენის და ხო, სულ. მაგრამ ბიჭო, მაგათ ხო იცი ფაფუკი გული თუ რაღაც ჩიტის გული აქვს და არ უნდა გააფრთხო რა. ხო, ხშირად ვშუბობთ, მაგრამ არ მართლა გეუბნები. ხო, ეგრეა იქ. კი, რამოდენიმე ჯერ გაფრთხილებენ კიდევაც რა. კი, და მოგიკაკუნებენ რა, რა. კი. აი ძალიან ისე არა. და აი საბო გაციუდა რა. ხალხი, არა? კი, და აი ვინ ხარ შენს რო მეკითხებიან, ხო? აი ხა არ ვიცი შენ რა პასუხი, ყველას თავის პასუხი ხარ, ხო? ვინ ხარ შენ? თუ გინდა რავი მიპასუხი, მაგრამ მე ჩემი პასუხი მაქვს რა და რატო ვიძახი? მე ვეუნები რომ მე ვარ ცნობიერება. და შენ ცნობიერება ხარ. ანუ ამით რისი თქმა მინდა? წეგნარეებიც ვისაუბრე. რაც კი ცნობიერებას ეხება, ანუ მეხება მე. იმიტომ რომ თლიანად ვარ მე ცნობიერება, ხო? აქ არაა საუბარი სხვა რაღაც დეტალებზე, ხო? წარმოიდგინე, რაც კი ცნობიერებას მიცვლის, ესე იგი მე მცვლის. რა თქმა უნდა, კი. და ეს თუ ნეგატივია, ეს თუ უკანცვლა, ყველა ვარიანტში მოსაშორებელია, რაც არ უნდა იყოს. იქნება ეს სინთეტიკური თუ რაღაც ბუნებრივიც, ხო? ხო მართალს, რავი, ხო, ეგრეა რა. ეგრეა და მაგას კიდე რაღაცა შრეები აქვს რა. დღეს ესე, ხვალ ისე. ზეგი ეს შედეგია. ხო, იმიტომ რომ შენ ხარ კოსტა სანიკიძე, კი არ ხარ, შენ ხარ ცნობიერება. შორდები, ხო, იმიტომ რომ შენ იმ მომენტში გაურბი ხარ ზუსტად იმას, ვინც ხარ, ხვდები? ხო, და რატო გაურბი ხარ, აი გაწკითხვაა რა. აი როგორ იცი რამდენიმე ფიქრია და როგორ აი ვერ დავასაბუთებ თქვა, თუ აი ვერ ჩამოვაყალიბე ძალიან მაგრად. რატო? რომ აი ხარ თავს. ხო, აი რატო მიდიხარ ამ ზომამდე რა, რომ აი ან გაბრუება გინდა, ან აი ხო, აი როგორ გითხრა რა. ცუდად ხარ. ცუდად ხარ, მაგრამ იმას კი არ ვცდილობ. აბა კარგად იყო, გაიქცევი შენ თავს? აუ, კარგათაც ყოფილ ვარ და გავქცევ. მართლა? კი, აი ეგრეც ვერ იტყვი. მაგიტომ ეს კარგად სულიერად გულისხმობ რა, შინაგანად. ხო. ყოფილ ხარ და გაქცევ ხარ. მე როგორ ძალიან უშუალო კონტაქტი მაქვს დღეს და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს გარშემო, ვინც ძალიან კარგად იყო. შინაგანად, კი. და შენიერ დღეს უბრალოდ გასინჯა. და всё. წავიდა რა. მან არის ძალიან ბეწვის ხიდი რა. ბიჭო, ხო. ძალიან ბევრი კატეგორიის ადამიანი არსებობს. ვიღაცის ემოციები არის ის, რომ შეუულია წელიწადში ერთხელ რაღაცა. კი. ვიღაცა არის, რომ აი ერთხელ და всё. აი მე ვიყავი ეს რა, ერთხელ და всё. მიხვდი რა ეს. მაგრამ მე რაღაცა ბიჭო, ის პონტი არ ქონია, აბა ეხაც და всё და მე არა, მათ გეუნები კატეგორიული უნდა. არა, ხო? ან რაღაცა ხურავ, მოდი რა გაუჩნდა რაღაცა. არა. ეხა დაულიო ძმაო და არა, ეგ არის გამორიცხული ამბავი რა. ეგ არის ან რაღაცას ხურავ, ამთავრებ. და ეს იყო? ბიჭო, ანუ ნებისყოფა ძალიან ძლიერი ქონია და იმუშავებს ამ ყველაფერთან. ძალიან ისე. პარალელურად შენ თავს აქებ. რო საღოლ. აღე ამდენი დღე გავიდა, აი შენ გუშინ წინ იქ იყავი, შეგეძლო, მაგრამ არა. არას რო ამბობ თავიდან იბადები. როგორც პიროვნება მყარდები ნებისმიერ ამაზე, როცა არას ამბობ. უკვე ძლიერი პიროვნება, აი სიძლიერისკენ ერთ-ერთი მყარი გადადგმული ნაბიჯია. რაზე დათანხმდე, რაზე არ დათანხმდე. ბაზარი არა. აი ხო რა, ეხლა ბოლოს ხონდა სხვათაშორის ძალიან ისეთ საქმიანი შემოთავაზება რა. შენ? ხო, და არ დავთანხმდე. რატო? და ფინანსურად არ მქონდა თან კაი პერიოდი არ მედგა რა, ქვეყანაში რაზე განვითარებული მოვლენები და ეხლა ხდებოდა ხო იქ? ხო, სამსახურები დავკარგე რა. დეკემ გამორიცხული იყო, ეხლა მე რაღაცები მეკეთებინა, პიარის და რაღაცა იმის თვალსაზრისით ეგ იყო, ნუ შეუძლებელი რა, ახალი წელი მოდის, საერთოდ არ მქონდა ჯერ ახალი წლის განწყობა რა და მე ეს რაღაცა მდგომარეობა ქვეყნის განა რაღაც მე არ ვეხები რა, პოლიტიკას შოუს არ ვეხები რა. მდგომარეობა ქვეყნის, აი უბრალოდ ხალხნო, დავფიქრდეთ, რამდენი ხანია ვართ ნეგატივში.
ამ რაღაცა ყუთებიდან, ამ რაღაცა მოელვარე ყუთებიდან თან რა, ამ რაღაცა გაჯეტებიდან ვართ ნეგატივში რა. და ერთი კარგი ინფორმაცია და ემოცია, ну ჩვენი სპორტსმენების რაღაცა ამბებს თუ არ ჩავთვლით. ბიჭო, ნეგატივი რა. ეს როგორ მოქმედებს? მე როგორ, ხო, ბაზარი არა, მესმის რასაც იზარდ, ნახე. და ადამიანები რა, ჩვენ აი რო დავაკვირდეთ, ერთმანეთს ვჭამთ რა. ძალიან სულ შედეგებამდე მივდივართ. და მაგას თავისი მიზეზი ექნება და საერთოდ აღარ უფრთხილდებით ერთმანეთს რა. ეს კი ყოველთვის რაღაც ამბავში მგონია, რომ ეს რაღაცა ქართველს რაღაცა სულ რა. მაგრამ ეხლა არ ვიცი, აი ძალიან რაღაცებს უკვე ძალიან გადავაბიჯეთ რა. ნორმალურ გამარჯვებას აღარ ვამბობთ. ის ნაცია, ეს კოცია. რაღაც მეფი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებია. ძოლქმართას ერთმანეთში დაყავით და იბატონეთ თუ რაღაცა უბედურება თუ რა ხდება ქვეყანაზე რა. მე რო კითხოთ და ქვეყანას გეზი საითა აქვს ხო აღებული რა. ვინ გიპასუხებს? ვინ უნდა ვინ მიპასუხებს? დღეს ხომ მქონდა მაგაზე საუბარი. რა ხდება ხო? სად მივდივარ ხო? საით მივექნა? და ეს არის წინასწარ დაწერილი რამხელა პროგრამა ისი? მე რაღაცები რო მენახა, просто აი ნაღდად არ ვილაპარაკებ ეხლა. მაგას რა ქვია, იცი? არც არაზოს არ მილაპარაკია. აი ბავშვი რო გააგდო ქუჩაში. ის საწავა ხო, ვერსად ვერ წავა ხო? ან სადმე წავა? ან ვიღაც იშვილებს, ან რაღაცა მოხდება ხო? ბიჭო, ჩვენ რა ვიცი, მგონია რომ რაღაც ბავშვები ვითავართ რა, ჯერ აი დამოუკიდებლობა, თავისუფლება ჩვენთვის რთულია რა. ჯერ მზად არ ვართ ბოლომდე, რომ ვიყოთ თავისუფლები. Make sense? მე მაინც მივდივარ განათლების ამბავთან რა. არა, ეგ მაგის შემადგენელი ნაწილია მე რას ვთქვი. და აი ქართველი ყოველთვის იყო ძლიერი ურთიერთგაგებით რა. ურთიერთობით. აი მე რატომღაც ეს წარმომიდგენია რა. ჩვენი ტრადიციებიც მაგაზე მეტყველებს. შრომელი იყო ყოველთვის. კი, ზარმასი იყო რაღაც ამბავში, მაგრამ შრომელი იყო რა. ქართველი? კი, ბიჭო. და აი ამ რაღაცა ურთიერთობამ, ღვინისმამ, არხეინობამ და რაღაცა ამან გადაარჩინა და მოიტანა რამხელა კულტურა რა. და ამავდროულად იყო ძალიან მებრძოლი. და დღეს ეს ბრძოლა სუფრიდან პირდაპირ იმაში გადიოდნენ. ხო, დღეს ეს ბრძოლა გვაქვს ერთმანეთთან. ხო. მიხვდი? არა მარტო დღეს кайხანია. აი წარმოვიდგინე ჩვენ რომ ერთ მუშტად შეკრული ერი ვიყოთ, რომელიც უფრთხილდება ერთმანეთს. აი წარმოვიდგინე. აბა ბიჭო. ყოველდღე, ხო? აი წარმოვიდგინე დღეს სად ვიქნებოდით. და ის შენ პროსტა ნახე ქვეყნის განვითარება მე რა. მე რატომაც ეგრე მგონია რა. ეგრეა. ხო, რა ვიცი. 100%. აი ხო რა, მე რატომღაც და რა გვიშლის ხელს ბიჭო, რატო ვერ რა გაცივდა ხალხი რა. რაღაცა გავწეთ, აი რაღაცა ბლუპრინტი არის გაქვს მაგის. ყველას ეშინია ურთიერთობების რა. იმ დონეზე რაღაცა იმედგაცრუებები მივიღეთ ალბათ. ნუ რაღაც დღეს რაღაცა ესეთი მოცემულობაა რა. ბიჭო, არ თვლი რომ სევდეთ ფინანსური მხარე კიდე ამ ყველაფერთან ერთად რა. რამხელა 25 წლამდე დასაქმების ამბავში. სტატისტიკური. რატო ანგიზდეთ დავატირე რა. რამდენი, ანუ ჩემს გარშემო რამდენი მაგარი მოაზროვნე ტიპი, რომელიც ამ ქალაქს აი ამშვენებდა. ხო. ამშვენებდა, წავიდა ქვეყნიდან რა. და წავიდა ისე რომ უკან მოხედოს აღარ უნდა რა. ანუ იქ კარგად ასა. დააფასდა ძმაო იქ. შრომა უღირს. ოჯახი, ძოლი, შვილი. ხო, ეგეც ერთი აქცია არ არის ხელფასზე გაკეთებული. ბაზარი არა. 400 ლარზე 12 საათიან განაკვეთზე ადამიანები მუშაობენ. პროტესტი არ არის. ხდები? მესმის. და პროტესტია რა, კი, რაღაც ამბავში კი, მაგრამ აქ მესმის ხო? განათლებაზე პროტესტი არ არის. სკოლაში რაღაცეები რო შეცვალეს, იქ რაღაცა პროტესტი ვერ გაჩნდა რა.
როცა უნდა გაჩენილიყო. არ ფიქრობ, რომ ინდივიდუალურად თუ არ იმუშავა ადამიანი, ჯერ მიხვდა გაათვისნობიერება და მე არ იმუშავა თავის თავზე, კოლექტიურად ვერ შეიცვლება რაღაცეები. ეგრე ხო არის. მასა როგორ შეიცვლება თუ ინდივიდებმა არ დაიწყეს რაღაცნა ბიჯების გადადგმა, ხო? მე მგონი გვაგიჟებენ რა. ბიჭო, ხო, და შენ ნარკოტიკის ამზომი გამახსენდა, შენ მომიყევი, რომ ვიყავიო ფსიქიატრში მომიწია წოლა, რა. ვიყო ეგეთ პერიოდი რა. რომ მომიყვე რა, როგორი იყო იქ რა, ვაფშე რა ხდება თო. რა ხდება? არაფერი ისეთი რაღაცა განსაკუთრებული. მაინც? მაგრამ და რას მოყვა, როგორ მოხდა? არა, იქ გავიღვიძე რა. როგორ? ხო, იქ გავიღვიძე რა. შენ იქ ხო, წინა ძალიან ბუნდონად. ანუ არ გახსოვს რა მოხდა? ძალიან ბუნდონად კი იქ თან მედიკამენტოზური ამბები ეგრევე და ანუ სხვა მწაგიყვანა? ხო, ეგრე აღმოჩნდა რა. ანუ იქ ვიყავი, მაგრამ ერთიანად წამიყვანეს რა. მოყევი, შეგიძლია მოყვე. აუ, ისეთი ამბავი ხა მან დრო ვიზრომია, ლო. არა, რა ხო შევიძახი, იცი თუ გინდა ნუ მოყვები, მაგრამ პროსტა ხალხისთვის ძალიან დიდი мотиваციაა. ხო. თუ დეტალურად არა ზერელე შეგიძლია რომ გაშალო. მაგრამ იქიდან რომ გამოვედი, მე ყველაზე მაგრად თუ დამეხმარა გამოსავალი მაინც რა. გამოსავალი რა მქრესისა? რაღაც ის რო არის ცენტრი? კი, იქ შეძენილი ხალხი. და ეს ანონიმური ანგელი. მე უშუალოდ უკვე ადამიანები, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით რა. ნახე, შენ ამბავში ხარ, რაც მე რა. რა ამბავშიც მე ვარ რა. აი ჩვენ ისე გვესმის ერთმანეთის, იქ უკვე უთქმელად რა. ხო, საერთოდ ხდები რომ აი ჯგუფი ხო არ არა მობაილ და რა. ჯგუფიც არის, კი, შეკრებებიც არის და იქ დადიხარ რა მე. კი, სპიკერათაც ყოფილ ვარ, ანუ მილაპარაკი არის. გამიზიარებია ჩემი ისინი Instagram-ზე, Facebook-ზე, ანუ მოწერილია ისი რამდენი ადამიანთან ღამის 3 საათზე კოლები და აუ ბიჭო, ძალიან მაგარია. მე აქ ვარ და ყველამ აბსოლუტურად რა ვიცი, იცოდეთ რომ თქვენს გვერდით ვარ. შეგიძლია რომ რავი თუ გინდა კამერაში უთხრათ ტიპებს ვინც ახლა დადგმულია და აი შეგიძლია თქვა როგორა რომ მოუწია აი თავარი არის რომ არ დანებდეთ რა და თუ გადაწყვეტთ რომ ეს ყველაფერი შეცვალოთ აუცილებლად შეცვლით და აი მერწმუნეთ იქნებით ბევრად უფრო უკეთესად ვიდრე ანუ ნამდვილი ცხოვრება იწყება მერე კი ნახდი რა ეს ყველაფერი არის უბრალოდ ილუზია. ანუ ხო ილუზია. ყოველი თრობა ილუზია, ხო? კი, ეგრე არა. ვაფშე ამბობენ რეალობაც ილუზიაა, მაგრამ რა ვიღაცები ამბობენ რომ სიზმარია რეალობაო და აი კითხვის ნიშნებია, ბევრი კითხვის ნიშნებია, რაც ადამიანს უბნევს გზას. რამდენი ვიცით რა. ამიტომ ტვინი არ უნდა დაღალო. ამიტომ საქმე ყოველთვის კარგი, ბევრი საქმე, ბევრი ჯანსაღი საქმე. რომ შენი ტვინი აღარ ივსება ბიჭო ცუდი აზრებით და ფიქრებით და კითხვებით გარემოც მე დავაკვირდი რომ რაც უფრო მე საქმეს კარგ საქმეს უყურთ ვაკეთებ დადებით რომ მოიტანს დადებით რეზულტატს ჩემში ცუდი ფიქრები ნეგატიური აზრები აღარ მოდის იმიტომ რომ დრო ვერ მოდის იმიტომ რომ კონცენტრაცია მაქვს სხვაგან ხვდები მართლა მუშაობს ну შეიძლება იყოს მომენტები რომ მაინც შემოიჭრას რაც არ უნდა გააკეთო და მაგრამ მაგარი იმაში ჩავჯექი რა მე რა აი კონტრასტული შხაპებიდან დაწყებული როგორ ისე ეს ცივი და ცხელი და აუ დღემდე მასტევა რა მეც ვაკეთე რაღაც არაქისის კარაქის რო იცი ვაშლზე რო გადაუსვო და ყვებით როგორი ყვებები საკაიფო ძალიან აი მინდოდა მე კი ძალიან ჯანსაღად ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. და აი რა, თან ახი რა კითხვა უნდა დავსვა. როგორც იკვებები ეხლა და როგორც იკვებებოდი მანამდე. სხვაობა სამჩნევ შენს კი, შინაგან მდგომარეობაში ვარ. ანუ ავლებ პარალელს, ხო? რო კვებაზე აეგარი, რომ ბევრი მეწინააღმდეგება ბიჭო და უხსნი რომ მეთქი არა. ვერ ვავლებო, ვერ ვგზნობო? არა. ბევრი ვერ ათვიცნობიარებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კვება იმისთვის თუ როგორ ხარ ფიზიკურად და მენტალურად. აი როგორ ძრავში აი შენს მაგასაც არ ვესაუბრებოდი 140 კილო ვიყავი. გაგანია დეპრესიაში ძალიან ცუდ მენტალურ მდგომარეობაში. როგორც კი კვება დავალაგე, მოვიხოდე ფიზიკურადაც და მენტალურადაც. არა კი. სასწაული არ არის, ეს უბრალოდ ობიექტური ჭეშ რეალობაა. ეგრეა კი. საწვავი რო ჩაასხა ფერარიში რაღაც საშინელი, ხო? ნუ რა ძრავის ამბავია. თან სულ ვარ ჯიშობ.
აუ ჯიგარი ხარ რა ოპა ჯიგარი აი როგორ იცი სულ ეხლა რაღაცა რას ვაჭი მე ძალიან ვერიდები დღეს რაღაც ხრი აი ხალხრავალ აი როგორ ის აი ტრენაჟორების დარბაზებში და აი ძალიან რა ივენთებზე აი დედას ძალიან იშვიათად დავდივარ რა იქ ვეღარ ვერთობი რა მე ჩემი გავერთე რა მოილია რა აი ხო რაღაც მე ვერთობი დღეს რაღაცა კი მივდივარ რაღაც ძალიან დიდი მადლობა ვინც რაღაცა სულ რაღაცა ძალიან ის დადებითად და სულ მეძახიან და ანუ რაღაცა ეგ ამბა უნდა თხოვს და სურვილი აქვს რომ ვიყო მათ ივენზე რა და ეს ასხარულო ამბავია რა ხო დაისულ რა გეუნ რაღაც დილით ორზელით ორნიკი და რაღაც ესე რა გარეთ გადიხარ და მე არა სახლში მაქვს ყველაფერი ვა ჯიგარი ხარ ესე ეგრე ზუსტად რა ორგანიზმი მაქვს სულტანოში რა აუ ასწორე კი და რავი ძალიან ბევრ ამაში ეს ყველაფერი მაგრად დამეხმარა რა ხო აი ძალიან კვებაც ანუ სულ ბავშვობიდან სპორტში ვიყავი მე რა რაზე დადიოდი ალბურს ყომარავდი ვირეში თან მაგრა და 3 დღეში ერთხელ 6 კილომეტრს წურავდი რასა აბა კი საუ შენ მაგარი სტაჟი კი მე უცაი წერა რო დავიწყე ხო აი მან რაღაცეები შემოვიდა ძალიან მაგარ ტექსტებს წერჩი მადლობა ძალიან ძლიერს მადლობა უნდა გამოუშვა რა რაღაცები არის უნდა გამოუშვა მე ესე ვფიქრობ რა მივსულა რა სამოდენიმე სტამბაში და არ დამებეჭდეს რომელში და ვაფშე ეს სახელები არ მახსოვს ძალიან ბევრი რაღაც არ მახსოვს რა მიდიოდი და რამე კი ანუ რა პოეზია უკიდია თუ რასა ვიღა კითხულობს დღეს პოეზია ბიჭო ეს ეთყობა თავის იმ რაღაცა ნარატივების და მაგრამ რო გითხრა რომ ვერ გავყიდი მე მაგას მოიტყუები იმიტომ რომ გაყიდი მაგარს მაგარი ბესტსელერი გავაწერე ძალიან მაგარს გააძრობ იმიტომ რომ ადამიანები რომ ხვდები ანუ მე ანუ საიდან გამომდინარე ვსაუბრობ მე მაქვს უშუალო კომუნიკაცია ადამიანებთან რა კი აი არ ვიცი იმხელა სიყვარულს იმხელა ენერგიას იმხელა აუ რაღაცა ძალას გრძნობ ამ ადამიანებისგან რომ ანუ უფლება არ მაქვს თაობამ შეცვალა კიდე აი რა არის თქმა მინდოდა რა ჩემი ცხოვრება რამ შეცვალა აი თაობამ მე რო ნახე რაღაც 12-13 წლის ბავშვები რაღაც მშობელთან ერთად რომ მორბიან თუ რაღაცა ბიჭები რომ ამბობენ რომ აუკოსთან რაღაც შენაირად მაცვია თუ რაღაცა თან ამას აი პირდაპირ გეუნებიან რა რაღაცა და აი იმენა თვალით გისწორებენ და იმ დროს არ ვიყავი მე მისაბაძი რა ეგრევე აი როგორ ის საკუთარ თავს დავეტაკეკია რა მეთქი გადაგიული რა ეგრევე ხო აუ ეგ ძალიან მაგარი გზნობა ბიჭო და იმდენ რაღაცაზე გავჩერდი მე იმდენ აი რაღაცა ამბავში რომ ხო რა რომ ცოტაზე მოდი მეთქი რა AYB იყო ესეც ერთ-ერთი რაღაცა ტალღა იყო რაღაცების უფრო ადვილად გადატანის რა ხო და რაღაც ვიზახდი ხო ფსიქიატრიულზე თეატრალურზე აუ ჯიგარი ხარ რომ გამახსენე თუ რა ვიცი ფსიქიატრიული ვთქვი მაგრამ შენ თეატრალური გაიგე და კაკრას მაგ თემას უნდა შევეხოთ უეჭველი თეატრალური აუ რა როგორ ახლოსაა ფსიქიატრიული და თეატრალური ხო ერთი და იგივე ხო არა რაღაც პონჩი რა არის კი აუ რაღაც ბიჭო თან არ მინდა როგორ მე ვარ 97-იანი ხო შენ რომ მითხრა ერთი წლით დიდი ხარ ჩემს შენ რომ მითხრა თეატრის 5 მსახიობი დღეს ვის გამო სპექტაკლზე მიხვალ ხო აი ამ შემძლოვანებაში მე გაზლო პირობას რომ გავიჩიტები თეატრში კი აი შენ პროსტა 5 მსახიობი მითხარი გინდა ბიჭი გინდა შენი ასაკის ჩემი ასაკის მაქსიმუმ 2 გავიხსენო რომ მეტი ჩემს ასაკში თუ როლი არ ამაქვს ვიძახო რომ მსახიობი ვარ ფიზიკურად ვერ სპექტაკლზე თუ არ დაგვატიჟე ფიზიკურად ვერ ვიხსენებ ძმაო არ არის ფიზიკურად კი არ არის მე მართლა ისე ვაპარებდი რა შიდა ტურებზე თუ რაღაც აღარც გავვედი მე რა ძალიან ცუდი სიტუაცია რა ხდებოდა აუ არ ვიცი აი ნარკოტიკიდან დაწყებული დამთავრებული ვიღაცები ვერ ხსნიან რატო ესე და რატო არა ესე
ანუ რაღაცა არ პრინციპში თან ანუ სახიობობა რა ძიება თავი და პროფესიების ერთობლიობა სახიობობა რა ძალიან ბევრი პროფესია არის ერთად აღებული კი ამისთვის შეიძლება მიდიხარ რაღაცა პლასტელინი მაგრად უნდა გძერწონ რა რომ აი რაღაცა გახდე ხე რომელსაც ბევრი ტოტი აქვს ბაზარი არ არის აი რომელ ტოტზე როგორი ნაყოფით ხარ რა აი მასტი თუ მაგცოდნი თუ ვერ გამოходი რა აზრი აქვს აზრი არა აქვს ხო ბიჭო просто ამითი რას ვადგებით ნახეთო შეიძლება გაიჩითოს თაობა და მგონი უკვე იჩითება რომ საერთოდ არა იჩიოს უკვე გაიჩით აღარ სჭირდება სახიობო დღეს უკვე აღარ სჭირდება ეგ ხო კატასტროფაა დღეს რაღაც პონჩი აღარ სჭირდებათ რა ეგ ხო კატასტროფა არის რაღაც პონჩი იცი რა პონჩი კულტურა რა აი ისედაც მყდარია მაგრამ ნახე აი უფრო ყდება შემოქმედებითობა თუ აი რა დავარქვა არ ვიცი აქედან გეძახიან რაღაცა ცოცხალი ყდება ჰა არ ჩანო აი ერთი არ მინდა ეს ამოიჭრას რა არა მოიჭრებ მადლობა დავიც რომ ამაყენა დავით იქიდან გიხო ჩემო როგორ ახლა გენაცვალე მოუჭრელი პოდკასტი ესე უნდა დამერქო აღაზევს ვაზრო ბიჭო ქაქანებ ბიჭო არა კაი თემებია თეატრალურზე ვიყავით ბიჭო რომ აი ბავშვები აღარ აი კორონამას რაღაცები გამოავლინა რა რა თეატრი თუ რაღაც ანუ ეს პროფესიები წავიდა საათ წარმოიდგინე რამდენად გჭირდება და კიდე ანუ მაგარი მსახიობები რა კი ყავს ძალიან მაგრები ყავს რა მაგრამ აი თაობაში რავი არავის არ ეწყინოს რა ვიცი ძალიან მაგრები რა სლაბი ვარიანტი რავი რამდენი ვთქვა ამ ვიღაც არ გამოვჩეს მე დავიგრუზები გამიტყდება მაგრად ხო ან მე სახში გაგახსენდება ამ ესეთ ნიჭიერერში ამ ვიღაცებს ვერ გამომართლა მეც რაღაც ამბავში ვერ გამიმართლა რაღაცეებში რამდენი კურსი გაიარე საერთოდ შიდა ტურებშიც არ გავედით ხო რა აუ რაღაც ეს მოსამზადებელ თუ რაღაც და იქ ლავირებ რა ბიჭო შენი კინო მაქვს რა ფილმი მაქვს რაღაც მოკლემეტრაჟიანი ნახე ძალიან მომეწონა რა ქვია მან 17 წლის რა ქვია ორი ბორბალი ხო რაღაც ეკუნა თუ რა ქვია ხო აუ ძალიან მაგრა გამისწორდა ბიჭო ანუ ირაკლი დონეძემ გადაიღო ეგ ფილმი მართლა კაი რა დრო იყო ეს მაგრამ ისე მახსენდება მან როგორ პონჩი იყავი ნუ შინაგან საყვარელს და საკაიფოთ რა კი ანუ მან ჯერ არ ხონა ჩემთან აი შემოქმედება ძალიან ადრე დაიწყო რა მე ლექსის წერა უნივერსიტეტში არ მისწავლია არა ანუ ბავშვობიდან უვერო არც სახიობობა არც მუსიკალური განათლება არ მაქვს მაგრამ 9 საათი ხა ინსტრუმენტზე რომ მომცე რაღაცას დაგიკრა ხო ეგა ნიჭი ხო რაღაცა აი უფრო ენერგიაა რა ენერგია ნიჭი რომელიც გაკდა ამ რაღაცებში ეხლა კაი ხნიანი პაუზა გამომივით არაფერს არ წერს პონჩი წერ როგორ არ წერ ძალიან ბევრი ლექსია კიდე რომელიც რაღაც თაროზე გაიჩითა რა ჯამში ამდენი და მე მჭირდებოდა ეს რაღაცა სტოპ თემა რა აი რეალიტი შოუში რო ამოვყავი თავი პრაიმ ჰაუს ხო აი იქიდან რო გამოვედი ეს რაღაცა სტოპ მჭირდებოდა რო გამომეხედა რომ რა ხდება ხო მიხდი იქიდანაც მაგარ მენტალურ ქარიშ ხალში გავიჩითე რომ გამოვედი გარეთ ხო თუ რა ხდება თუ რა ავსადავარ მეთქი ძალიან დანგრეული ფსიქიკით დანერვოზებული მაგარი მაგრამ ფხიზელი გამოვედი მაგრამ ფხიზელი აუ ეგ აი ძალიან მაგარი გააკეთა რა იმაკ შოუ იმ ადამიანებმა ვინც ამ პერიოდის განმავლობაში გვერდზე მედგა გულშემატკივრობდა დღემდე გულშემატკივრობდნენ რა როგორც იყავი ხო ალბათ ხდებოდნენ რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის იმ პრობლემებს რაც მე გავდიოდი რასაც მე გავდიოდი იქ უშუალოდ ეკრანზე რა თან ეს მეტყობოდა რა ხო და მათ შორის იქაც გადიოდნენ ხო არა იქ არა ანუ რაღაც პონჩი რეაბილიტაციის ცენტრი გაიჩითა შენთვის პრაიმ ჰაუს ისი როგორი პონტია ხო ანუ
აი შევედი მაგარი არაფხიზელი, აი ძალიან არა, როგორ სვამდი, იცი, ბოთლიდან და აი რაღაცა. ანუ შიგნით ხო რომ დაიწყო. კი, კაცო, რაღაცები გამოჭეს სტაფთან შევარდნები და საგი რას ლაპარაკობ. აუ ეგ არ ვიცოდი. კი. რას ლაპარაკობ. აუ როგორი, ვერ ვაცნობიერებდი ვაფშე რომ ეკრანზე ვიყავი. მართლა ვერ ვაცნობიერებდი. ისე ცუდად ვიქცეოდი. კაიტო. კი. ანუ სტოპი არ. და იქაც ისეთი ამბავი იყო რა. აიღე. და ეს რაღაც, ახე. ორი თვე ვიყავი, აი როგორ ისე, იცი, აი მე ფხიზლად და ძალიან ისე რა. ხო და რას ვამბობდი რა? ამ ადამიანებისგან იმხელა. ავი როგორ გითხრა რა, საწვავი თუ აი სიყვარული დაგმუხტეს. აუ მაგრად და აი რავი თითოეულ იმ ადამიანს მადლობა, აი მთელი გულით და სულით რა ვიცი, აი ყველას ვინც აი ერთი პატარა რაღაცა თუნდაც გამამხნევებელი რაღაც მითხრა. სანამ ლაივზე შევიდოდით, გარეთ ხდებოდა ხალხი. ეხ არ ვტრაბახობ, არაფერი, მაგრამ 5 თუ 6 სეზონი იყო, ხო? რაღაცა ოსტარი. შენს მერე აღარ მიყურებია. არც ერთ მონაწილეზე მსგავსი რაღაც არ ყოფილა რა. ვაფშე ხო. სანამ შევიდოდი რა, ანუ იქ რაღაც პონტი იყო, ხო, გარეთ რო გელოდებიან და რა. არა, ნახე, პარასკევს გამოდიხარ, შაბათს არის ლაივი რა, უკვე რუსთავიურში რომელიც იყო რა. ონზე შენობიდან გამოდიხარ. მიდიხარ და აქ რაღაცა 5 საათზე რომ მივდიოდი, მასა ერთი რაღაცა 100 კაცამდე რა. საერთოდ შენთვის უცხოები, მაგრამ ძალიან ენერგიით არის მოხდებოდი, მაგრამ გეუნები მე იმდენ ადამიანს შევიძინე. აი გეუნები რა, ძალიან ისე, აი ძალიან უშუალოდ, უბრალოდ, ჩემთვის უცხოები, მაგრამ ძალიან ნაცნობები რა. აუ ასე. რა როგორ ისი აი ამას. ეგ სად იყო ეგ შენობა ვაფშე? დიდი ომში, ხო? თან ზამთარი ყინავდა ბიჭო. რაღაცა ეს ამდენი მოგიწია. ეს ამდენი კამერა თუ რა შევედი, ვაიმე მეთქიჩ. ბიჭო, ამდენი კამერა რო გიყურებს ამდენი თვეეტო. რო გამოდიხარ სახში და არ მოყვება ეგ ფიქრი რო გიყურებს. არა მარტო ფიქრი რა, რაღაც. ძალიან კიდე ბევრი რაღაც მოყვება რა. თან ძალიან სულად მეცინა რა. იქ ძალიან ხო აი ხამები იყო რო აი კაროჩე უკვე ბოლოსკენ ვაფშე რა. აუ იქ რამდენი ფიქრები გექნებოდა კაცმა არის. ნერვებიც კიბზე რა. ძალიან ისე. რამე დამამშვიდებელს არა. არა, შალოთ იქ შიგნით არა. არც მიყვარს ზოგადად ეს რაღაც. დამამშვიდებელი. აბა როგორ უმკლავდებოდი ამში ფოტოებს და რაღაცეებს? ემოციებით. ჰა? ემოციებით. მიდი რა უნდა მიუშვა რა. რაღაც დვიჟენიებით, ხო? მიდი რა, რაღაცა. ანუ მიშვებული ყავდა. ხო. მაგას ის უნდა რა რო იტყვიან ერთი ადგილი უნდა. რაღაცა ეგრევე დაფა გავაძრე ჩემი და ეგ ადვილი არ არის. ჩაწერები არა ძალიან რთული მე კიდე. ეხლა რა ისე ადვილად ამო, მაგრამ არ არის. კიდე მე ყველაფერს ზოგადად ესე ადვილად რაღაცა იმშვები რა. ხო, მარტივად ამბობ, მაგრამ ვიღაცებმა არის ვერ აანალიზებენ ამ დროს რა სირთულეა და სამ ყველაფერს უკან რასაც ამბობს ეხლა. გეუნები ხალხი მაძლევდა ძალიან დიდ ძალას რა. ძალიან დიდ ენერგიას რა. ზოგადად ანუ დღემდეც ეგრეა რა იდეაში რა. შენ ყველაზე მაგარი ენერგია რა არის? მაგ ხალხის გარდა ან უფრო მაგარი. მე ეხა ემოციური ტიპი ხარ თან რაღაც პოეტი რაღაც ეხა ვერ ავწთები ამას რომ არ თქვა რა. სიყვარულის თემა რა შენში უეჭველი რაღაც ჭარბობს რა. ან ჭარბობდა და რომანტიკა ხო ეხა აი როგორ რაღაცა იცი აი ბურთი და მოედანი და რაღაცა ხო ხედა რაღაცა ხო ხტები აი პარალელები არის რომ აი ხა შენ რო გიყურებ ხო რაღაცა დიდი ადგილი უნდა ეჭიროს შენ ცხოვრებაში ემოციურ ბმას კი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი კი აი ჩემი რაღაცა პირადი აი როგორ არ საუბრობ ზოგადად რა აი ძალიან ისე რა მაგრამ რაღაცები გაუმაზე რა
აი როგორ მაგრა გაუმაზე ისი? ძალიან რა, რაღაცა ისი. ბაკა თუ რაღაც. გავიჩით მაგამ ბავში რა. იყო რაღაც პერიოდი, რომ აქ მყავდა და აქ ვიყურებოდი. სამწუხაროდ. მივხვდი რა. ძალიან სამწუხაროდთან და ამას არც ერთი თავმოყარე გოგო არ გაგიტარებს. გამორიცხული ამბავია რა, ანუ მე ვსაუბრობ თავმოყარე მანდილოსნებს. მესმის კი 100%. ხვდები. ერთხელ ორჯერ და всё რა, შემეშვით რაღაც. კი. ანუ შენ უფრო ნებისკენ ნება არც ერთი ნება მიტმასნული ტიპი უფრო ხარ ვიდრე სიყვარულის. არა, ის არასდროს არ მაკლდა. არა, თვითონ შენში ვიძახი. ნახე, არც ერთი ჩემი პირადი ურთიერთობები ხალათით არ დამთავრებულა რა. არც ერთის მხრიდან? არც ერთის მხრიდან. მაგარია. ხო, ხვდები, აი სულ იყო ყოველთვის თან მაგარი მძიმე მასტივა რა. მე ხო ვიცი ვინა ვარ რა. ანუ ურთიერთობაში და რამე თანაცხოვრებაში რთული ხარ? ხო, რთული ვარ ცოტა. ანუ შენთან ერთად თუ აი სიტყვაზე ქალმა რო იცხოვროს რა? ძნელია? აუ. არა, ძნელი არ არის. ძნელი არა. თუ დამუღამება უნდა. დამუღამება უნდა და გაგება უნდა აი როგორი. ნახე, ურთიერთობა თუ გაგიგო უეჭველი მაგრა წავა. ხო, აი შემოქმედებით პერიოდებიც არის რა იქ. აი შეიძლება 3 დღე, 4 დღე, ანუ საერთოდ ვერ დაგინახო რა. ხო, სხვაგან ახლა. ამ სხვაგან მართლა გაგება ჭირდება რა. ეხლა მე შეიძლება მართლა ერთ ოთახში ვიჯდე და არ ვიცი რა, რას ვეძებდე მე თვითონ არ ვიცოდე რა, მაგრამ რთულია რა. მიხდი და მე და ის თავის გონკებშია. ვა, ბიჭო, კოსტა არ გამოდის და აღარ უყვარვარ. კოსტა ეჭვიანობების იყო რაღაცები. რაღაც ხო რა. ბიჭო, ურთიერთობა. აი, ურთიერთობაში ყველაზე მთავარი რა არის რა? რა გევასება იმის ცოდნა კი არა. რა არ გევასება იმის ცოდნა რა. ბიჭო, მე ესე ვამბობ რა. ღმერთის არსებობას უფრო მარტივად დაგიმტკიცებ, ვიდრე ფორმულა მოგცე, რომ როგორ უნდა იყოს იდეალური ურთიერთობები ქალსა და კაცს შორის. მიხდი? იდეალური ურთიერთობები არ არსებობს. არ არსებობს. სიყვარული არის? აი, ძალიან რთული რამეა რა ეგ თემა. ურთიერთობები რა, ცოლ-ქმარი, შეყვარებულები. დღეს მით უმეტეს რა. ყველანაირი ურთიერთობა არის უფრო მარტივი შედარებით ნებისმიერი ასაკის იმიდან და გადმოსპრიზმიდანაც რო შეხედო ყველა ადამიანის პრიზმიდან ალბათ დამეთანხმებიან რომ ყველაზე რთული არის სასიყვარულო ურთიერთობა. კი. და ამას ბევრი მიზეზი აქვს. რაღაცეებზე შემიძლია ვისაუბრო, რავი, შენი აზრები გექნება, მაგრამ პრობლემა რაშია? ბევრი დანგრეული ურთიერთობა, ბევრი დანგრეული ურთიერთობის მერე ნაშიერები, ამის ნაკופי შვილი, ხო? აი სიტყვაზე შენი მშობლები, ხო, ან ჩემი მშობლები, ხო, სიტყვაზე თუ დატრამვირებულები არიან, სიტყვაზე იმის ალბათობა რომ ჩვენს ვიყოთ არის ძალიან დიდი. ხო? მე ჩვენ ვართ სიტყვაზე დატრამულები და ჩვენი შვილების ავტომატურად გადაგვაქვს ხვები საითკენ მიმყავს. ანუ მარტო ის რომ მე და შე ვერ გაუგეთ ურთიერთობაში არ ნიშნავს იმას. კი, გეთანხმები. რომ всё, წავედი და სხვას ვიპოვი რა და ხვალ ტურფასა საბაღნაროსა რა, იგი წავა და სხვა მოვა არ არის. ეს კოლექტიურად მასას ანგრევს რა, მომავალთაობას ანგრევს, ფსიქიკებს ანგრევს. ხო ეგრეა? კი, და რაღაცების გაუფასურდა რა. გაუფასურდა, ხო? აი მაგრაც მე არ ვიცი, ეხლა რო უყურებ ურთიერთობებს თუ ურთიერთგაგებებს რა ვიცი რა. აი ჩემ ამბავზე რო წარმომიდგენია მე ხო გამორიცხულია რა. ბიჭო, ეგეთ რაღაცებზე არ ფიქრობ, აი ეხა შენ ხარ 27-ის, ხო? აი ეხა პატარა ბავშვები ვინც არიან აქ რა საქართველოში. აი გენი 27 წლის იქნებიან. აქ რა მდგომარეობა იქნება, მაგაზე რო ფიქრობ. თუ ვაფშე ფიქრობ, მე მიფიქრია და ბიჭო, რაღაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მებადება, რა იქნება, რა. იმედი მაგ. მაგრამ იმედი არა, ხო, იმედი არ ყდება, იმედი მაგ, რომ მეტი სიჯანსაღე იქნება და ნაკლები გარყვნილება რა. ჯიგარი ხარ. მეტი უფალთან რწმენასთან ღმერთთან სიახლოვე უნდა იყოს აუცილებლად რა. ეს რაღაცა ინფორმაციული თვალსაზრისითაც ძალიან დიდი ხანია დაიწყო. აი
მამაოებზე გადაობებიდან რომ დაიწყო ეს რაღაც აბზაბ უკვე ასე უკვე ვიღაცები ღმერთებს ხატებში ხედავენ რა მიხდი რა სამცდარია რა ქრისტეს ეკლესიაში არ უქადაგია კი ანუ მე ქრისტიანი ვარ რა აი აქ უნდა მოხდეს რა რაღაცები სასულიერო პირებმაც უნდა შეცვალონ რა ესენი უნდა იყვნენ პირველ რიგში მაგარი ფსიქოლოგები მაგარი დამხმარეები და მაგარი მეგობრები ესმის ადამიანების და არა შენ შორტებით ხარ გადი და შენ ნაციონალო და ტევე პირველმა გამოგაგზავნათო რა მნიშვნელობა აქვს ესმის ეს არ არის მაო შენისა ესმის რასაც ამბობ და ამათ რა ვიღაცებს თავი წმინდანი არ ეგონოთ რა ეს არის პროფესია და მოდი რა რთული სიტუაცია ეს არის აქსიომა რომ რთული პროფესია და მოდი რაღაცები შეცვალეთ რა მოდი დააგვეხმარეთ იყავით ჩვენი რაღაცა სულიერი მამები კი შენ უნდა ჩაიდინო ისეთი რამ რომ მე ავდგე და მოვიდე ეკლესიაში კი შენ თუ ამას არ ჩაიდენ მე სანთელს ჩემ სახლშიც დავანთებ ღმერთს ვიპოვნი ვილაპარაკებ კიდევაც შენ ისეთი კერა უნდა შემიქნა რომ უბრალოდ ჩემი რაღაცა ნერვიული სისტემა შფოთვითი აშლილობა აი იმ რაღაცა სივრცეში შეგიმსუბუქ ხო დამშვიდდე ჩემი რაღაცა თანამოაზრეები გავიცნო შევხვდე მიხდი ანუ რაღაცა ახსარება რა არის სინანული აი ახსარება არ არის აუცილებლად ის რომ აი მე შევწოდე და ეს უნდა ვთქვა არა ხალხო ანუ ახსარება არის შეიძლება უბრალოდ ლაპარაკის აი მე რომ შეიძლება გიზდე და ახსარებას მაბარებ რა თქმა უნდა კი ეგ ის გარკვეულწილად ახსარება აბარა თუ გუწრფელი ხარ კი აბა მიხდი და აი ეს რაღაცეები მე რა თქმა უნდა ყველაზე არ ვსაუბრობ მაგრამ რაღაცა და თუ ხარ დაკვირვებული როგორ ჩასაფრებულები არიან ეგრევე ბერებსაც გადაწყვდა რაღაცა ამბები და ეს რაღაცა გარყვნილება რა ეგ რატო ხდება ხო იცი არ ვიცი მე კიდე რა დავარქვა როგორ დავარქვა რა დონეზე აი მართლა ხანდახან სერიოზულად მიფიქრია რა რომ რა დონეზე ვშორდებით რა ღმერთს რა და ეს რა ცუდია რა აი მაგაზე მქონდა წინა პოდკასტში საუბარი მამაო ძალიან ცუდია რა აი მენა მიკლო რა აი ჩემ თავზე რო ვილაპარაკო ბიჭო დაშორებული კი არა დავიწყებული ხო ბიჭო აი როგორც ტელეფონს ჩარჯი რა ისე უნდა ადამიანს ღმერთი ხო კი და ლოცვა არის იმ დონეზე ილოცეთ ხალხო ანუ აი როგორი ამბავია იცი არ არის აუცილებელი რაღაცა ფსალმუნების კითხვა თუ რაღაც აი შენი სიტყვებით რაღაცა ეგის ლოცვა რაღაც ამბავში შენ თუ უბრალოდ იმ სიხშირეს თუ დაიჭერ რომ აი აქ უნდა ვისაუბროთ რა აქ და ახლა ხო ეს ხო ძალიან ინდივიდუალურია ძალიან ინტიმური მხარეა რა ადამიანის აი როგორი შიშველი ბუნება იცი რომ აი მე რაღაცა დაცემული რაღაცა არარაობა აი შენ წინაშე ვარ რა და ბიჭო დამუღამე შენ ის ყოფნა აწყოში ყოფნა დამუღამე აი წარსულში და მომავალში კი არა ხო აი იმენა აწყოში ყოფნა დამუღამე აწყოში რო ვიყო აი როგორც ეხა ვართ ხო მე და შენ საუბრობთ განვიხილავთ რაღაცა ეხა ვართ აქ და ახლა შენი და ჩემი ცნობიერებაც ფსიქიკაც და მდგომარეობა ვართ აქ ჩვენი ტვინი არ არის რა იქნება იქ და რა იყო ადრე 100%-ით გადავარდნილი ხო რაღაცებს ვეხებით ვიხსენებთ მაგრამ ესეთი flow-ი ხარ ანუ flow როგორ დავარქვა დინებით ხარ ყოველდღიურობაში თუ უფრო გაგიქცევა ხოლმე ადამიანებს როგორც მოსდის უმეტესობას ეხა ხშირი პრობლემაა ან წარსულშია ან მომავალში უმეტესობა ხვდები წარსული უნდა ფურცლო რა
აი სულ ჩარჩენილება, აი მე და რაღაც, ან რა იქნება მერე და ეგაა შფოთვა, ხო რეალურად, მომაული შიში. არა მარტო ხო ერთ-ერთი. მომაული შიშია შფოთვა. ამას ფურცლავ რა. აი მაგამის მიდიხარ რა. ეგის თავისით მოდის რა. ხო, შენი გამოცდილება მაინტერესებს. ხო, აი ჩემ შემთხვევაში რაღაც ეგრე მოხდა რა. მე სულ ფურცლავდი რა. რომ მოდი გუშინდელ ჩემთავს უნდა ვაჯობო რა. დღეს გუშინდელზე უკეთესე შევეცადო მაინც რო ვიყო რა. აი თუ ამ რაღაცა მოწოდებით ვარ ხოლმე. აი ძალიან მაგრამ მიდის ყველაფერი რა. ეხლა თან რაღაცა პერიოდი მქონდა სადაც რაღაცები დავასტოპე. მაინც? აი ჩემმა გამომწერებმა მაგალითად Instagram-ზე მის მადევნებს თვალყურ ძალიან ბევრი მიხვდა რა. ძალიან ბევრი მომწერა. ანუ რაღაცას შენ ისეც გეკმაო რომ აი ხო როდისო რა პროსტა იმ რახან ესე გაჩერდიო ესე იგიო იმიტომ რომ გეკმაო ხო მე უმოქმედოდ ჩემი ყოფნა არის აი წარმოუდგენელი რა. მე ვიყო და რაღაცას არ ვაკეთებდე. და ეგეც ხო მენტალური პონტი ხო არ არის? არა მოწოდება ხო რა მოწოდებით ეგრე არა არის სხვათა შორის მეც ეგრე ვარ არის დღეები როცა სახლიდან კი შეიძლება ოთახიდან არ გამოვიდე რა და მაგას ვერც ხსნიდე ხო უბრალოდ არა არის რომ მეც ძალიან ჭირდება რა დატენვა რა იმიტომ რომ ნახე გასცემ უნდა აიღო მიხდი შენ სიცლები რა კი და რაღაცები ტენის რა ეს რაღაცა პოზიტიური შენ თავში ხარ ჩაკეტილი ძალიან ჩაკეტილი ხარ ძალიან არა მაგრამ გააქვს რაღაცა მდგომარეობები სადაც ეს რაღაცა ჩაკეტვა აი ნაჭუჭი რა აი მე რო რაღაცას ვაკეთებ მაგალითად რაც ეხება შემოქმედებას აი იქ იმენა ძალიან შემინაჭუჭი მაქვს რა იქ ადამიანები ყველასგან გაურბივარ რა იქ მარტო მე ვარ კი ისეთი მხარეები გააქვს რასაც არავის არ ანახებ რომ მხარე ანუ აი რა მხრივ აი ისეთი შენი არა აბა უბრალოდ შენი არა აუცილებლად ცუდი იყოს აი შენი რაღაცა შიგნით აი შიგნით ადამიანში აი ნახე რაღაცა ისეთი რაც დაკომპლექსდები სხვამ რო ნახოს ხვდები რას გეკითხები ნახე აი არა რატო გეკითხები იმიტომ რომ ძალიან თავისუფალი და გახსნილი ტიპი ხარ და რა უნდა კონდეს მეთქი კოსტას ისეთი რომ გაუტყდეს სხვამ რო ნახოს ბიჭო ნახე ხო კაი კითხვა სხვათა შორის ძალიან ბევრი მეუბნება რომ ვიდრე თავს აჩვენებო იმაზე ბევრი კაი თვისება გაქვს რა და ალბათ აი ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ჩემი შეცდომებიდან გამომდინარე რა ალბათ ამიტომაც მიტანენ ეს ასე ჩემს გარშემო ხალხი და ალბათ ამიტომაც უყვარვა რა აი ძალიან აი საჩუქარი ხო აი როგორი რაღაცა საჩუქარი აი დღესაც საჩუქრებით მოვედი ხო აი დამასაჩუქრეს რა ხო ეს საჩუქრები ანუ ძალიან ხშირია რა ძალიან მაგარია და არა მარტო ანუ არის რომ რაღაცა კომპანიები და რაღაცა იქ ფინანსური ამბებიც არის რაღაც ამბავში რა მაგრამ მაგის უკან ანუ აი იმდენი ეს იქ რო ვიღაც რაღაცა გაუსწრო შემო მოვიდეს და მაგრად მცემოს რა შენ ხო გადაიდე თუ რაღაცა ბიჭო და რა როგორც გოგონები ასევე ბიჭები აი მე ჩემი აი ოჯახის წევრები რა იმიტომ რომ გამიმართლა რა აი მე კიდევ ამბობ ძალიან ბევრ ადამიანში რა გარშემო რა ალბათ აი ეს არის მიზეზი რა ანუ ვაფშე არაფერი არა გაქვს ისეთი არა რაღაც ცუდი მხარეები მაქვს რა ბევრი და რაღაც აი საკუთარი თავის შიშებიც ამ ყველაფერთან ერთად რა და კი და აი ამ ყველაფრის ფონზე აი შენი თავი საით მიყავს რა ძმაო აი ეგ კითხვა მინდა დავსვა რა ეხა ამძავს შენი თავი საით მიყავს გააქვს რამე ხედვა რომ მე ვხედავ კოსტას თუ ცხოვრება ხო ხანმოკლეა ძალიან დიდხანს გვაცხოლოს ღმერთმა მაგრამ უნდა ვიცოდეთ ხო ყოველი ჩვენი ნაბიჯი და აი 5 წლის მერე 10 წლის მერე ისე არ გამოვიდეს კაჩიბჭო და ღმერთი იცინოდა უბრალოდ ვიძახი რომ სად ხედავ შენ თავს 5 წლის მერე 10 წლის მერე აი ნახე როგორ გეტყვი რა მაგაზე სად ვხედავ არ ვიცი მაგრამ სად არ ვხედავ ეგის აი ეგ ზუსტად ვიცი ძალიან მაგარია ხოზე აი აზრებს ყვებოდი თამამად
წვიმა მიყვარდა თითქოს შექმნილი თავი ამაყად დაჩოქებისკენ მიხმობს გაზარცული ვარ მე მგონე აღარაფერი დამრჩა მე თამაშება დემონი რაღაცნაირად ჩამრჩა ახლა შეშლილმა მშიშარამ რაღაც აზრები ვცვითე და სულმა ისე მიკმარა დამრჩა რამდენი კიდევ ვაიბია მადლობა იმენა ძალიან სერიოზული თემი ჩემო ხო აი ეგრე ბიჭო შენი კრებული მინდა კი შევეცდები სიმღერები მუშავდება კიდე რაღაცებს მე გამომიგზავნე კაი ლექსები გექნება კი და რაღაცები ვფიქრობ რომ ექნება იმიტომ რომ ძალიან მინდა აი ეგეც ძალიან რთულია ამ ქვეყანაში შედგე როგორც არტისტი რა აი მუსიკალური თვალსაზრისით ძალიან რთულია რა სადაც შემდგრობას რას ეძახი რომ აი ფინანსურად წახვიდე წინ თუ აღიარება თუ რას ეძახი თორე აღიარება არ აგრიათ მინიმუმს გეუბნები პროდიუსერი და მენეჯერი რო ყავდეს რა ყველაზე მინიმუმს და რაღაცა ლეიბლი ხო შხერს თემა ხო ეროვნულ და შეიძლება ფულზეც ისე არ კონცენტრირდე რომ ეგ თემები მოღომარებო რაღაცა შოუ ბიზნესი არ არსებობს ოსტატ არც ცდილობენ ახალგაზრდებს უჭრიან ყველანაირ გზას მე რატომღაც ეგრე ვხედავ შენ რას ფიქრობ ვინ უჭრის ხელისუფლება ალბათ სხვა რა და კონკრეტული ვიღაც ტიპები რა რატო აწყობთ აი მითხარი 30 წლამდე არტისტები ვინც დის სცენაზე დგანან დიდზე ხო რატო დიდი სცენა არსებობს ვაფშე ხო და რატო არ უნდა იარსებოს ანუ მარტო იმაზე კი არა ანუ სცენაც არ არის დო ხო მე ჩემთვის პირდაპირ ეს თითი დაუქნევიათ რომ შენო არაო ვინ საად ეგ ნუ არა ხო რაღაცა სიტუაციაში შენ გულისხმობ შემოქმედებით თვითონში შენო არაო შენო არა აბა ვინო რთული მე ძალიან ბევრი ქართველია რა ახალგაზრდები რა ჩვენები რა ვისაც YouTube-ზე მილიონობით ნახვა აქვს რა კი მაგრამ გადახედება კონცერტებს გადახედება მაგათ ლაივ ჩანაწერებს ეხლა შენ ტრეკს ერთ-ერთს ვნახე რომ 11 მილიონი კლიპს ნახვა აქვს რა ეს 11 მილიონი არც ვართ ჩემი ანუ გაცდა საზღვრებს ეხლა ეს რომ შენ სხვა ეროვნებაში მოგეხცინა შენ ოფიციალურად შეიძლება მილიონერი ყოფილიყავი ხო ყველა ნორმალურ ქვეყანაში ადამიანებს ეძებენ და აქ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ რომ გამოჩდნენ მაგრამ მაინც არ არის კი მიხდე ანუ მე ვიძახი რომ ზუსტად იგივე რეზულტატი სხვაგან არის სამინისტრო რას აკეთებს მე ვერ ხვდები ვინიც უკეთებს რა პოლიტიკაში ვაფშე ვერ ვარ ჩახედული მე ქავერ შემსრულებლები ხო არიან კი აკეთონ იმათმა ქავერი რა მაგრამ მე გელაპარაკები უშუალოდ ავტორ შემსრულებლებთან კი ეხლა წარმოიდგინე ჩემი ჟანრიდან ძალიან ძვირი სიამოვნება მე არა ვარ რაღაცა ჰიპ-ჰოპში სადაც შემიძლია ბითი 15 ევროდ ვიყიდო ბოდიში რა არა ვარ შენ რო ქსუბერავ და რა გავაკეთო არა მარტო სინთეზი მაგ ძალიან ბევრი ფოლკია მეტი რა ძალიან ქართული ელემენტების დატვირთული დროში ესა სხვანაირად ვერ გაამღერებ კი გამორიცხული ჟი ამ რაღაცა დინამიკიდან ამღერო ძალიან რთული აქ თუ ქართული არდებს რა ეროვნულ ენაზე უბერავ ხო თან რა არ არის აი რამდენია თან ჩემზე ბევრად მაგრებიც ხო რაღაც ამბავში why not რატო არა აქვს რა სცენა ვაფშე არა რატო ეს სცენა რაღაცა ლაივ ჩანაწერი კონცერტები გადაუღო იმიტომ რომ ეს ხო ისტორიაა ხალხო ანუ შენ წარმოიდგინე кайფობ რამდენი ნიჭი იგარგება ამ ქვეყანაში ხო და განსაკუთრებით აი ავტორ შემსრულებლები ვინც არიან ავტორები მე ვფიქრობ რომ სათანადო ყურადღება კი არა საერთოდ არ ექცევათ ყურადღება რა ხო და აი თითქოს არ ვაინტერესებთ აი შენ ხო იძახი რომ
ბიჭო, რადიოებში გადიოდა ჩემი სიმღერები რა. ხო. აი როგორ რაღაცას ყვები რა. მივდივარ რადიოებში. მეთქი როგორ ხდება თქო რა, რაღაცა. რადიო რაღაცა ჩემი სიმღერები რაღაცა რამე უმე მეთქი ან და ვიღაცა ხო არ უნდა იხდიდეს მეთქი რამეს რა. რას ამბობ და ხადაუფო. მეორე დღეს აღარ გადის რადიოებში ჩემი სიმღერები. ამოიღეს. რესტორანში ვიღაც რომ ღერის ჩემს სიმღერას. ნახე? რესტორანი კი არ ჯარიმდება, მომღერალი ჯარიმდება თურმე რა. რასა? და ის როგორ დავაჯარიმო? ანუ ნახე, ბაზარი არა, იმას არც მოუმართავს, ანუ რა, როგორც მე თან შეპესე ვარ, დარეგისტრირებული ყველა ავტორი ვარ რა. იურიდიული მხრიდანაც ხდები ამ ყველაფრის რა და ის რაღაც თავის ჰონორარის გამო ხუაზე ხარ ხა იმ ვერ ვიზამ რა ხა შანსი არ არის რა აუ გადაუ მაგრამ ეს რესტორნებში რო არა ტურისტს რო ლამაზად კარებს უღებენ ჩემი სიმღერის ფონზე ბიჭო ვინმე კითხავს მისვამს კოსტა როგორ ხარ ესე თავისუფლად ხო რა ანუ ვიღაცა მეკითხება კოსტა როგორ ცხოვრობ თუ რაღაცა შენი შემოსავლის წყარო რა არის რა ანუ კითხავს მე პირობა როგორ შევიქმნა იმის რომ შემდეგ ჩაწერო კიდე ახალი ხო და უფრო მაგარი და უფრო მეტიც და ჩემი ინსპირაცია სად არის რა მე მიხდი და ეს არავის გავდივართ უშუალოდ ენთუზიაზმზე რა თან ხა რაღაცა ქართველები ვართ ხა იმასაც მასპინძლობაში ხა ვერ გაუხურებ რა თუ მე ყოველ შემთხვევაში ვიღაცები არ ვიცი მაგრამ მე ეგრე ვარ რა ძალიან ბევრი ანუ თუ რამით ცოცხლობს ენთუზიაზმით შემოქმედება და ხელოვნება ხო ძალიან ბევრი ამაში და მოდი დიდ არტისტებსაც გადავხედოთ ხო ეხა ვინც იყვნენ ხო ადრე აქაც და სხვა ქვეყნ ენთუზიაზმით და აი ამ შერას თქვი რამშველისო სანდრო შველისო შემოქმედობითობა ხო ანუ შენ სულს თუ შველის საჭვლის ფულს სხვაგანაც იშოვი, მაგრამ რატომაც არა რომ ამანაც ქნას ბაზარი არ არის. მე ხდი იმიტომ რომ გეკუთვნის. მე ხდი 100% გეთანხმები. მე თვითონაც შემოქმედი ვარ და მე ხა ჰიპ-ჰოპში ვარ და გეთანხმები რომ საერთოდ არ ჯდება დიდი ფინანსები რომ კაი ჰიპ-ჰოპ პროდუქტი შექმნა რა. მე ვოცნებობ თუ ხმის ინჟინერია გესმის. მე ვოცნებობ ორკესტრთან ერთად. ძალიან მაგარ კონცერტზე რა. ანუ შენ დავიზუალიზებულიც გეკნება ეგ. აი რაღაცა რა, აი წაუ. ენერგიულს ხო იმენა უეჭველი, ცარიელი ემოცია როა. ტომები და ტომები ასპერკუსი ბრცალკე უფერავენ ძალიან. უფრო პოეზიის პონჩი წაიღო. რეჩიტატივები. მე იდეაში ვარ უფრო ლაივ შემსრულებელი. ვიდრე სტუდიის მასტერი. ხო. სტუდიაში თუ დააკვირდები აი ჩემი რაღაცა. მაინც დაყვება ის. არ ვასუფთავებინებ. არ ყველა დეტონაცია რაც მქონია აი ამდენი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა დატოვებულია დღემდე. ვაფშე. აკე. არც უნთქვები აწია აბა მიეცი ჩემი ვოკალი ხელოვნური ინტელექტზე. ფეხებს ვერ მოჭამს. ბასარი არ არის. ანალოგს ვერ გააკეთებ. ვერ გაიმეო. სხვა ვიბრაცია აქვს. მე ცოცხალი ვარ. მე ვერ გავრობოტდები. ბაზარი არა. ნუ ეს ხელოვნური ინტელექტი. ვაფშე მასკი მგონია მე ანტიქრისტე. აი ეგ მითხრა ჩემმა ძმაკაცმაც. არ ვიცი რა. ერთი რამდენიმე თვის წინ მითხრა რომ ანტიქრისტეაო რა. და მე რა მითხრა იცი ეგ კი არა მისტერ ბისტი შეიძლება იყოსო იცი ვინ არის? მაგიშვილი ის ტრამპის იქ რო არის ან ოვალური. რა ქვია იმას? ოვალური ოთახი თუ რაღაც. მან ვაფშე რა პონჩია. სადად? მან რატოა მასკი? ანუ სადად? რა թե ვაშინგტონში ვიდეო გააზრე? კი, ის თავიშვილი რო ეკაიფება. გააზრე, მე გამომიგზავნა. აუ, როგორ ნახო? იმენა შენ ვარ ხარო პრეზიდენტი. არის დავით ეგეთი ვიდეო? კი, ამნავი ნანახი მაქვს. აუ, გამომიგზავნა. აუ, როგორ ნახო, საუნახო. მე სახში რომ მიხო ჩამიგდე რა. მაგრამ არ გამიკვირდება იყოს თო. რაღაცა. ბარბერი რო გააზრო ის ნახე? თვებს რო ჭრის? კი, ანუ პროფესიები ხო ჯერ ანუ ხოაზე ხარ რა, ChatGPT კოპირაიტი ვაფშე გა. მაგრამ იმაზე მაგრამ მაინც ვერ შეჭრის, შე რო შეგაჭრეს ეხა. არის რაღაც ამბავში, ნუროს გარისონს აქიდან მოკითხვა ხო? ჯიგრული. არის ამბავი, ნახე როგორი ამბავი რა. კოპირაიტი ვაფშე გააკრო პროფესია. კი. ამოღამებ. ვიღაცები ელაპარაკებ, ვიღაცები კი არა ბიჭო.
სახში დაგვიждებიან რა. მალე? აი რაღაცა მე რობოტი რო არის, ხო იცი? აი მაგ უილ სმითი იჩდება, მე ტერმინატორის ნანახი გაქვს სუდნიძენ? მეორე? მე ეგმასტი ვარ რა. მეორე ნანახი გაქვს? მეორე რომელია გამახსენე? ხო მეორე. ყველა მაქვს ნანახი. განკითხვის დღე რა. შვარცნეგერი რო თამაშობს რა, რო გამოდიან რაღაცა. ეგ პონტი რო გაიჩიტოს, ხო, ხა რობოტები რო დადიან და რამე. ბიჭო, ეხა გამოიგონეს ნაშაოტო, ქალი. რაღაცა ქალიო, ხო. ქალი სიტყვებს გეუბნება. ბიჭო, პულტით გააჩუმე თუ გინდა ჩართე. ხო. იქ მასაჟ გიკეთებს, გეფერება. ყავას და რაღაც. ყავას. ვიჟენებს. როგორც ამ რაღაცებსაც გააკეთებს ალბათ. ეხა ამერიკაში ცხოვრის გარეშე დადიან რა, ტესლები. ისა ხო, ნავიგო რა ქვია იმას. აუტოპილოტი. ეგ აკაცა. ხო, მაგრამ იქ ჩაშვებულია. იქ იძახებ რა. ეხა აქ არ მიიღო. აქ ხო, აქ არა. იქ იძახებ, ჩვენ ცხოლი არ ზის. აუ, ეგეთი ეხა რო გახვიდე და ტაქსი მოვიდეს და არავინ არის. ცხოლი რო არ ზის. არ გათრიფავ? წარმოიდგინე რა ხდება. და როგორ იცვლება და ამუღამე რაღაცები რა. ბიჭო, იკაიფე. ბოლო 5 წელიწადში განსაკუთრებით 10 წელიწადში ვაფშე არ მოხდება. და რაღაცა ადამიანურ ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ ეხლა ჩვენ და ჩვენ დროს ისი რა იყო კოსტა მე ნახე ემოციური გაჭირვება რა აუ მე მეგონი ფასი დაედება ბიჭო არგი დაფიქრეთ ერთი წუთი აი ვიღაცა რომ ჩაგეხუტოს სითფოთი ალბათ 10 რავი $10 და რაღაც შეიძლება ეგრე გავგიჟდები თვითონ რომ ემოციები ფული გახდება ხო ანუ ეგრე გავგიჟდები არა აუ რა მეშინია წარმოიდგინე რომ აი ხა კოსტასთან მოვიდნენ და აუ კოსტა ჩამეხუტე ძმაო და რომ გეუნება იმას რავი $50 გაძლევს $100 გაძლევს ან ოქროს ზოდი რო გახდება ისა რა რო იცი რაღაც ემოცია ძალიან ესეთი პონტია მაგრამ რაღაც მძაფრი რავი ჰაერიც რო გაფასიანო აღარ გამიკვირდა რაღაც მძაფრი რო მოხდება რატომაც ეგრე მგონი ვაფშე ხო მომავალს ბიჭო ვინმე გეტყვის როგორ ვითარდება ისე სწრაფად ვითარდება თან მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება ეს ინტელექტიც თან აუ რა ინდოეთშიო აგრძალესო ეხაო ხელოვნ რაღაცაო გააღმერთე რაღაცები ბაზარი დაუწყიაო თუ რა ზუსტად ვერ ვციტირებ მაგრამ ამ ინტელექტმა რომელიღაცამ რაღაცმა ბაზარი და ღმერთი ვარო თუ რაღაცა და პატივცემ მეცითო თუ რა გააუქმესო თუ რაღაც საში აღარ მე ძალიან ბიჭო აპასნია და რაღაც არ მომწონს ეს რაღაცეებში კი მაინც რაში რაღაცები ვკითხე ხა იმიტომ რომ ინტერესი მქონდა გაიგე რაღაცა პროფესიულ ამბავში იმ დღეს რაღაცა რეცეპტები ვკითხე კიდე რაღაც ანუ ტესტ ავტესტე თუ რაღაცა რომ მოდი მეც თუ რაღაცა ხშირად არა ხო არა და არც მაქვს სურვილი ბიჭო აი რაღაცა ყოველდღიური ისეთ ტესტებში კაია მაგრამ თვითონ აზრი საიდან რისთვის არის ეს ყველაფერი ეგ ცოტა შეუძლია რა შეუძლია და იდეაში რა კოდი აქვს ვაფშე რატო შეიძლება ჯერ თან ხო გვაჩვევენ კი ეს არ დაგვაუწყდეს აი კოსტაზე შეიძლება ყველაფერი იცოდეს ხო ხო აი ადამიანებს წარმოიდგინე ჩვენ ხო რაღაც ჩვენზე ხო რაღაცა უნდა დატესტონ კი უამან იმუშაოს არ იმუშაოს მარსიდან ფოტოებს რატო აღარ ვიღებთ სმაო აი იქნება ვაფშე რა მოხდა თუ ის ორი ფოტო რო გამოგვივითომ ორი ფოტო განdaიღეს თუ კარგი აი მას რაღაცებს არ მჯერა მე ბიჭო არა არც მე ხო აი რა უნდა იყოს ხოაზე ხარ ეხა ისეთი რომ მაგრამ ნახე შე რო ეკითხები რაღაცას ის ხელოვნ ინტელექტს ხო ეს შეზე ხო ინფორმაციას ინახავს ხო აი მაგალითად კოსტა დაწერა რაღაც ეხა ჩაი დაულიე და რაღაცა კარგად მომეშვა ან სიტყვაზე ყავას რო ვსვავ რატომ ჭირს რაღაცას ხო ეკითხებიან რა პირად იმებს აი ხა რაღაც ის მეშინია აი ხა ეს მტკივა შენზე ყველაფერი ეხა აი ჩემი საბუთი გადამითარგმნე რაღაცა ენაზე და შენ პირად სივრცეში შემოყავს ისე რომ არც ფიქრდები და მე შეიძლება ისეთ ინტიმურ თემებშიც გაიყვანო რომ უკვე ყველაფერი ის დააკვირდი ეხა ისე რაღაცებს მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს მაგასთან ხო და რაღაცებს რო ვეკითხები მე მეუნება სანდრო მახსოვს ხო შენ რაღაცა 3 თვის წინანდელს მიბაზრებს კი არა მიხსენებს ხო აპდეიტში მიდის თვითონაც 4 თვის წინ რაღაცებს მიხსენებს ბიჭო აპდეიტში მიდის ნუ ეგ გასაკვირი არა მაგრამ სანამდე ამ თან ეს რაღაცა ეს რობოტების ერა არ მინდა ავიწიო
ბიჭო, რატო კადრში არ ჩანვა? მე როგორ ჩანვარ? ესე დავით? ჯიგარი. და ეს რაღაცა რობოტების რაღაცა ხანა, იქეუნები. აუ რა ცუდი მასტივი იქნები რა. შეიძლება ჩაკუჩები უტყან რა. რობოტებს? ხო. არ დაუძბაკასდებოდი. ერთად დავლიოთ და არა. მე მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს. ხო. მე იდეაში ვარ, მაგარი ფსევდიანი ადამიანი. აი როგორ რაღაცა დეპრესიული ხარ? ანუ დეპრესიული ვარ რაღაც პონჩი კი. კი. ხო. კი. უფრო მეტად. და აი რაღაცა მარტოობაზე, მაგარი რაღაცა მიზიდულობა რა. რატო? რამ ძალიან შენ მარტო ცხოვრობ? ძალიან კარგად ვარ. ხან როგორ. ანუ? აი ეგრე რა. მიდი მოდი? ხო, მიდი. ვა. ეხა როგორ? ჭვით არა იდეაში ოჯახთან ერთად ცხოვრობ. მაგრამ რაღაც ორ სართულიანი სახლი გვაქვს რა და მეორეზე რაღაცა მე შემბატარა ძმა რაღაცა სახლის დიდია და იქ რაღაცა ჩემი გემები იქ უნდა მოხდეს თუნდაც რა დაამუღა მე სტუმრი აუცილებლად აუცილებლად ძმაო თუ დამპატიჟებ მო გულიცულით შენ პოდკასტს აღარ აგძელებ ნახე აი YouTube-ზეც რაღაცები იქნება რა სანამ არ დავაფინიშებ გეუნები აპს არ ვიცი აი რაღაცა მაგრამ ისე რომ რაღაცა ესე მე მინდოდა თან რა ეხ გეუნები წელიწად რავი გამისწორდება თუ გააგრძელებ კი მადლობა ძმაო გამისწორდება წელიწადზე მეტია ყველა ტელევიზიას უარს YouTube-იდან გადაცემ არავისთან არ ყოფილვარ რაღაცა იყო კი და რაღაც თან დღეს ისეთი იყო რა ეგ დღე რომ მომწე ეგ დილა ვაფშე რა საკრალური ხო რაღაცა იყო პატა იქ პოდკასტი და აბა და რაღაცა ხო არ მოხვალ თუ რაღაცა მე თქი ოკეი ძალიან გამისწორდა თანხმობა რა გენაცვალე მესიამოვნა თქვენთან სტუმრობა რა გისურვებთ აი ძალიან ბევრ წარმატებას ხნეტყობას 100 ჯერ მეც გისურვებ 100 ხეცმაო აი სამყაროს უზენაესი ძალებით ყოფილიყავით რა ეხლა ჩვენ და ვინც გვიყურებს სადაც არ უნდა ვიყოს და როგორც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთს ჩავეხუტოთ და ორივე მხრებზე ანგელოზებით ყოფილიყავით რა ბაზარი არა ძმა აი სხვა მე რაღაცები თავისით მოვა რა და თავისით წავა რა კი და როგორც შემოქმედი რას უსურვებდი და რას ურჩევდი შემოქმედებს გოწრფელობას გამოცდილებას ერთგულებას და სიკეთეს და არის შინოდეთ ტკივილების როგორც შენ არ შეშინდი ჯონახი ანუ რა დონეზე ურტყამ არა აღნიშნვა ატანას რა ბაზარი არა როკი ბალბოა აი კი რა ძალიან მაგარი ამბავია რა იმიტომ რომ შენ შეგიძლია იმასტი დაადებილო მარტო იმით რომ ვერ დაგაგდო რა კი აი მენა გეუბნები რა იქ ხო ის ისტორია მაიკ ტაისონი და ბასტერ დაგლასი აზე არა ბიჭო აი ეხა გამახსენე შენ რა აი მაიკ ტაისონი ხო ვაფშე ნუ აზანზარებდა მთელი მას ხო აზე ხარ ეხა მაგას ორი აზრი არა აქვს მაგრამ ბასტერ დაგლასი ჩააგდო ნოკაუტში ხო ეს ერთ-ერთი დეუს და YouTube-ზე შეგიძლია მე უყურო რა ბასტერ რაიმსი ვიზე მებასრები აბა აუ რა ჯიგარი ხარ რა არა ბასტერ დუგლასი რა ესეთი ჩაწერე ბასტერ რაიმს ხო ჩხუბობდა თუ არა ბიჭო არა ეგ რეპერია სხვა არის ა ვიცი რომ რეპერია და ვიღაც რეპერი DMX-ე თუ ვინ ჩხუბობდა აუ აღარ ვიღაც რეპერი ხო ჩხუბობდა კი ვიღაც რეპერი ჩხუბობდა ვინ შენ ხო არიცი აუ დავით გახსოვს რავი მე ნახავ და ვიღაც მუსიკოსი არ ჩხუბობდა მაის ეგ უნდა მოიჭორნა გავიხსენო კი ვიღაცა ჩხუბობდა ვიღაცები როი ჯონსიც მაო კი რეპერი როი ჯონსი კი თან ძალიან მაგრა ჩხუბობდა კი როი ტყმევინებოდა უბედო ქუჩებს კეტავდა ვაა ბიჭო ხო არ გადავ ხო და ბიჭო მე რას ვამბობდი ბასტერ დაგლასი არის ესეთი ტიპი რა ძალიან ლეგენდა რა პროსტო შეიძლება აღარ გახსოვს ეხლა მეც მაგ ისტორიით ვიცი ბასტერ რაიმსი თქო აუ ეს რა გას რა საგიჟია რა აუ რა წარმოვიდგინე ეხლა მაიკ ტაისონი და ბასტერ რაიმსი რომ
კაროჩე მაგრა ჩხუბობდა. ხო, ბასტერ დაგლესი და დააგდო ბიჭო, ნოკაუტში ჩააგდო რა ბასტერი. ხო. მაიკმა. და მაიკი რო ნოკაუტში გაგდეს, ნუ ეღარ დგები რა. ონთის მომენტ ტექნიკური იყო. თუ ადგა? ხო, ადგა ბიჭო. მაგრამ ნახე რა სამოს. ეგ რო ადგა. ტიპს იმდენად გააზრებული ქონდა მაიქს რო უკვე მოუღო. всё რა, შეჭმულიაო რა დაანოკაუტა. ადგა მე-9-ზე თუ მე-10-ზე თუ რაღაცა და მოუგო ბიჭო ტაისონსტო. ვა. იმიტომ რომ ნახე მაგის უკან დგას, ნუ ეგ იყო დედამისი კვდებოდა თუ მოკვდა და რაღაცა და დაპირდა რომ მე ამას მოვიგებო. და ძალიან მძიმედ კვდებოდა რა, აი ტანჯულად კვდებოდა რა, სამონტყოფოში და მორალური ვაი. დედა ჩემსო ვერ გაუტეხაო რა. და დავარდა და ადგა და ტაისონს მოუგო. ანუ ამითი რაპონტი შენ რასაც იძახდი ეგ თემაც იყო რომ ანუ რამდენს აიტან რა ანუ ტიპმა ეგეც ხო აიტანა და აიტანა და ადგა დაცემული და დაცემულიდან ამდგარმა მე დედა უტირა ძალიან მაგარ რაღაც პადაჩებს არიძლევა ეხა ეს თემა კი რომ ადამიანებს ხოლმე ხარ აი რა მოტივაცია ხარდაჭერა ხო ძალიან მაგარი რამ რაც გვაკლია აი ჩვენ ერთმანეთს მხარს არ უჭერთ ჩვენ ქართველებზე არა ხო? კი. ბიჭო და ძალიან როლებში შევედით რა. კი. აი მაგრამ აწუხებს ეგ თემა რა. აი ხა ტაისონის თემა ვებხვი რო გააზრო ტაისონი. იმის ვებხვი ევასებოდათ რა და ბექაურის ვებხვი ვერ აიტანა ვიღაცები. ხო. აი მე პირადად აი მაგრად გამისწორდა ეს მასტირო რაღაცა ვებხვით გაიჩნდა თუ რაღაც რა. ბიჭო მე ის რაღაც ჩვეულებრივად შევხედე ხო ეხა აი საერთოდ არ შევხედე რატომაც არა რა. რაღაცებს ვართულებს ბიჭო. მაგრამ შურის ამბავი მგონია შერასპიკა. ეგრეა. აი ეგრეა რა. ვიღაცებს არ გაუხარდა. და ნახე რას ვიძახი. აი ეს ტიპები ეხა ვინც ჰეიტში შემოდის რა. თუნდაც აი იმ ვიდეოზე ხო ბექაურიო თუნდაც შენთან ან ვინმესთან ჰეიტით შემოდის. ეგენი რომ იმ სიტუაციაში გაიჩითონ როგორც ფინანსურად, როგორც სახელით, როგორც აღიარებით, როგორც მდგომარეობით. როგორ მოიქცეოდნენ? კიდე კითხვაა დასასმელი. აი, ხო? მაგიტომაც ვერ იჩთებიან რა. აი, ზუსტად ზუსტად იძახი. ჯერ ფიქრობ ძალიან საიშები იქნებიან რა. ეს ეხლა ეს ბიჭო კაცმა 2 ოლიმპია მოიგო. მე რო კითხე დამისვა რაღაცა ქვეყნის აუკეთესო. ლომი კი არა ის რომ მოიყვანოს ჩემი რავი ბეჰემოთი და ის ჩასავიწყებს აუგას რა. აი ბექაურის დავიწყებ დავამთავრებ. პანტერა რო ჩასვას თო. ან სოფიანი ზაღლი ისეთი საქმე გაუკეთა ჩვენ ქვეყანას ხო რომ რაღაცეები ყვარას არ გაუტარეს 2 თამაში თუ 3 თამაში ვერ ითამაშა. ხო რა. აგინებდნენ ბიჭო აგინებდნენ ტიპს ეს არის რაღაცა კონკრეტული შურია რომელიც ამ ნეგატივით იკვებება რა აი ხო აი შურია დამიჯერე ძმაო შენ თუ ვინმე რაღაცას გიწერს ნეგატიურ კომენტარს 90% შენი შურს ბიჭო ახლა შურს თუ არ ვევასები თუ რა ან შეიძლება მართლა ბოღმა აქვს იმათი ამბავია ხო ბაზარი არა თავში ქვაუხლია ბიჭო ხო აი მე როგორი მასტერი ეგ ხო ეხავს თვითონ განვითარე მაგრად ქვეყანას აი შენ ხო არ ზუსტ არ დაწერ მსგავს რა არა ძმაო მე ვერ წარმომიდგენე შენ აი ხო რა ვერც წარმომიდგენე როგორ შეიძლება დაუწერო თუ რა ვიღაცას დაუწერო თუ რაღაცა ეხა რო იჯდე და ლეპტოპზე რო ხო რა შენი და რაღაც ხო და ამით ბიჭო ვიკვებებიან რა кайფი ხო კი აუ არ ვიცი ექსენი როდის მოშორდება აი არ ვიცი ბიჭო ძალიან ცუდი სენია რა ძირითადად წარმატებულ ადამიანებზე ხო კი ხერაუთ ბიჭო აი ძალიან ცოტა ყველა ერთმანს უნდა ვეხო ერთი ბეწო ქვეყანა ბიჭო ბობ მარლი თავის ტიპებთან ქუჩაში რაღაც ხოლმე ხარ ესე იწვა და ტიპი მილიონერი აღიარებული როჯა და ის და ესე თავისთვის ყნარა ჩვიდათ რაღაცა ხალხს საერთოდ აი ჰეითი აუ ვაფშე სხვა კულტურაზე ვიზახ ხსები აი აფრიკაში ხო რაღაც სოფლებში ვიღაცა წარმატებული რო გაიჩითოს აუ რა ვიტო აი აქებენ და აუ მეც მივახწევ ეგ ანუ мотиваციას იღებენ რომ მეც ეგეთი გავხდე შური კი არა აი ფრანსის ენგანოროა ხო ის UFC-ის ჩემპიონი არ ვიცი ჩაწერე მე ფრანსის ენგან არა ხო ფრანსის კამერუნიდან არის თუ რაღაც და мотиваცია მიცა ტიპებს რომ აი თვალებში აუნთოს სინათლე რომ აქედანაც შეიძლება
მიაღწიო რაღაცა წყალი არ აქვს ბიჭო ეხლა მე და შენ წყალი გვესხმევა თავზე რამდენიც გინდა უფასოდ აბა და ბულვარში 9 ლარა ტყიდი ხო არა ეგ სხვა თემა მაგრამ ეგ არის აი კამერუნში ბიჭო და იმაში ვაფშე წყალი მგონი არ არის თუ რავი ცოტაა თუ საჭმელში 9 ლარა ტყიდიან სვიჩი და აუნთო ტიპმა რომ აი შეძლებდა აქ ეგეთი რაღაცა აი ხუჩას აგინებენ არა და აგინთო ტიპმა შენ შულს ჩააცვა მაიკა სადაც აწერია ხვიჩაკო არაც ხელია და არა მესი და რონალდო მეტი რა გაგიკეთოს და შეზიხარ და აგინებ ეხავს ძალიან ეხავს აუ წარმატებები ჩვენ ბიჭებს მართლა ყველა ადამიანს მაო ის ჩვენ დროშები აფრიალის კი არა რომელია ლამის ქართულად დაალაპარაკეს პოზიცია ძმაო პოზიცია რა ვის რა პოზიცია აქ ეგ სხვა ყველა კარგ ყველა ჩვენ ქვეყნის მოყვარეს და მომტანს წარმატების ძმაო რავი გამარჯობა და კიდე მეტი წარმატება რა არა რატო უნდა ვინმეს რამე სისხლი ჩვენ როგორ ვარ იმაში დროში ვაფშე რომელი საათი ეხლა რომელია და 20 წუთი გვაქვს ხო 20 წუთი გვაქვს ჩემო ძმაო 20 წუთი გვაქვს წამზომი ჩაირთ რამდენი წლის რომელ წელს გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი აქ რომელ წელს გარდაიცვალა არ ვიცი მაგრამ მეფობის წლებს გეტყვი თუ გინდა არა 1089 1125 მე იმენა გარდაცვალება მაინტერესებს მაგრამ რომელ წელს გარდაიცვალა აი ჩემო მახშენ არის რომელ წელს გარდაიცვალა აჰა ChatGPT-ს ChatGPT მე ეს მასკთან არის ბიჭო ChatGPT საინანისი ChatGPT საინანისის დავით აღმაშენებელი Google-დან ხო ზარია ბიჭო მაშინებს ეს ჩატიტო არა საშიშია რა ჩემი კაი რა ისევ ადამიანური ურთიერთობები მირჩევნია მაგერ კაცს დაველაპარაკები რა როდის ავაზი ხა გაუმარჯოს ადამიანურ და იმ დღეს მოკდა საქართველოს განვითარება ხო რატო არა კაცო პირიქით არა პირიქით მეთქი მეც თამარს არ გადააბა რა 1125 წელს ხო მოკდა დავითი აღმაშენებელი ვაა ხო მაგ დროს მოკდა 1125-ში 1125-ში კი და ეგეთი მეორე აღარ ყოლია ხო ქვეყნისთვის დავით აღმაშენებელი ერთი ყავდა არა ეგეთი მეორე რა საქმით და ქალი ყავდა მეფეს და თამარი აბა და ვიღაცები რაღაცა ტოლერანტობას გვასწავლიან ჩვენ აუ კარუჩი რა კარგად ქალი ყავდა მეფე ბიჭო და რაღაცებს გვასწავლიან ხო აი მართლა რა ძვიჩი ბიჭო პატრიარქთან შევიდნენ ხო აზე ხარ პატრიარქთან შევიდნენ და ჭკუას ასწავლიდნენ ეს ვიღაცეები რა რა მხრივ აი რაღაცა ქვეყანაში რა უნდა რა მდგომარეობა და ადრე რა ძალიან ადრინდელ ბაზარს გიყვები მაგრამ ძალიან მაგარი პასუხი გასცა რა აი ვიღაც კოლექტივი შესულა პატრიარქთან და კაროჩი აი ეს მოიქცეთო თუ რაღაცეები რა რაღაც ჭკუას ასწავლიან პატრიარქს თუმცა პატრიარქი 1 საათი უსმენს ბოლოს დაასრულეთო კიო და ეუნებო ილიაო პირველიო იყო და დაუსახელა რაღაც წელი როდისო რა თქვენო 300 წლის ქვეყანა ხართო ხო 300 წელია სულ არსებობთ მე ვარ ილია მეორეო ამითი რა უთხრა და გააჩერა საუბარი მე ვარ ილია მეორეო ილია პირველი იყო და რაღაც მოუყვა როგორც იყო რა ზუსტად აი ვერ ვიხსენებ მაგრამ იდეას რას გეუნები რომ ვიღაცეები ჭკუას გასწავლიან 300 წელი არსებობენ და ილია პირველი იყო 1000 რა ვიცი რომ ხო ხვდები რა არა დიდი ისტორიის დინოზავრს აი ხა მე რო შენთან მოვიდე და რაღაც ჭკუა გასწავლო ქვეყანას ქვეყანას გვაქვს დინოზავრის ნაკვალევი პირველი ადამიანი აგერტმანიში ზეზოადამზიაზე ბაზრობ ხო ერთ-ერთი რა ყველაზე უძველესი ერი რა ვიცი და ციფცები და ქვევრები და ჭურჭელი და ვიღაცემა თიხარო არიცოდნენ აღმოჩენილია რა ვიცი ბიჭო სუფრის ტრადიცია კეიპი გევასება აი ეს კეიპის ტრადიცია რა მოგწონს კი
ნახშირწყლების და ცხიმების არევა. გააჩნია ადამიანებს რა. ჯამთელობის პონჩი გეკითხები ჩისტად. რატო ბევრი კუთხე გვაქვს სადაც მაგარი ზოგადად ქართული სამზარეულო. ბიჭო, გემრიელია, მაგრამ გემრიელიც არის და ბარი და ღვინოს რო აურევ. იქ ხაჭაპურს, ცხიმებს და რაღაც ჯამთელობისთვის კაია? არ არის, მაგრამ შეგიძლია ღვინოს ფხალია ორიო ძმა. ხო. სალათამია. სალათამია ყოლო. არსე გააჯანსაღი, მაგრამ არა, ნუ რაღაც შედარებით ხო? კარგად დატრიალებული მწვადი შეგიძლია მიიღო. რატო გვაძლევს საშუალებას? საშუალებას იძლევ, მრავალფეროვანია, ხო, რაღაცებს გაძლევს უფლებას. ისე ხო, საინტერესო რამე თქვი შენ ახლა. სიმკაცრე, იცი როგორი პოტია, ხო, სიმკაცრე ფლატკაცრი არ არის რა. დიდარია რა. დიდარია. просто ეს უკვე შენი გათვითცნობიერების ამბავია რა. არ უნდა აურიო რა, ორი ისა რაღაცა. მე ხა ხო იცი როგორც კვების მენტორი. აი სულ ყოველთვის მტკივა რა, რომ აი ტიპებს დავინახავ და ეს ღორმუცელობა არ მევასება რა. რაღაცაში გვაქვს რა ეს. მე თვითონ ვიყავი და იმიტომ ვიძახი. განავინმეს ხელს ვიშვი. მე თვითონ ვიყავი და ვიძახი რომ არასწორი ჩვევაა. ანუ ფიქრობ რომ რაღაცებს თუ არასწორს გამოვასწორებთ, რაღაც ნელ-ნელა step by step დაალაგდება რაღაცები. ცხოვრების მოღამეც ეგ არის მე მგონი. რაღაც მხრივ რა. რო გამოვასწორ. აი შენ რაც გააკეთე. ვიყოთ ძიებაში, ვიყოთ აპდეიტში. განა ვინმეს ან რამეს გასო. შენ რაც გააკეთე. თავებს ვაჯობოთ. შენ რაც გააკეთე სიტყვაზე. მე ვის ეჯიბრები თუ რაღაცა, ჩემ თავს. ყოველთვის რა. აი რბოლა არა სხვა რა სხვა აი ვინ სხვა აი ვინ სხვა აი ყველას ფეხებზე კიდი ვარ რა აუ რეალურად ბიჭო ვინ თქვა დავითა მგონი დავით აუ რა გვარია ის აბავი ადამიანსო როიცოდესო რამდენად არაინტერესებო ხალხსო ხო რაღაც რამდენად კიდი ხარ ხალხსო ეგრეა რაღაც პოინტი ბიჭო რეალურად რო შეხედო ორი წუთის თემაა რა და მე ყველა თავის პრობლემებშია რა თავი ეხა მე და შენ ყაბალშუმ ხო ვიღაცებს ვახატი ვართ ამწამს რა თავის პრობლემებში არის კი კაცია გუნება და რა ვიცი კიდე ცხოვრებისეული იმდენი პრობლემაა თო ნუ ის რაში მაისა просто ჩვენი გონება მაინც გვაზვიადებინებს რაღაცები გვეჩვენება ხო აპარტამნებლური თემები ხილში ხარ რა ეხა ჩემზე ფიქრობენ ამ დროს ვაფშე შეიძლება ვაფშე არ ფიქრობენ არა ეგრეა ჯიგარი ხარ კოსტაც მაო აუ რამდენი მივცხოთ ფინიში მივცხოთ აბა მივცხოთ აუ ბიჭო მე რა ისე გამისწორდა რავი დილამდე ვიბადრებდი მაგრამ დრო time როგორც გადის დრო ყველაზე ღირებული და კაია რომ შენაერ ადამიანთან ძმაო დავხარჯე ეს სამი მადლობა მესი ამიხარდა იმედია რაღაცები არ ვიბოდიალე არა რა იბოდიალე გადაო ფიმენა სერიოზული conscious საუბარი შემოგევლე ძმაო მინდა რომ კიდე მეწვიო ხოლმე რა შიგადაში ხო ბაზარი არა შენ პოდკასტის შეამონებით მოვალ ძმაო ბაზარი არ არის ძმაო წარმატებები მთელი გულით და სულით შეუბერე, კარგად აკეთებ, ხარისხენად აკეთებ, რასაც აკეთებ და პოდკასტის მთელი ვაიბის ეგ არის რა. აი დროი უნდა გავიდეს ისე. რო ვერ იგზნო. აი ხა ვერ იგზნი, თურმე გასულობ მთელი. ხაზი ხარ. შენს წარმატებები ძმაო და შემოქმედებითად მინდა რომ გნახო აუცილებლად. ადუღებული. მადლობა. ტრადიციულად ადუღებული კოსტა. არის უფროსო. Yes sir.